მოგესალმებით, ვიწყებთ ფედერალისტი ექიმების პოდკასტ. დღეს არის მესამე ეპიზოდი. დღეს საუბრობთ, ვაგრძელებთ იმ თემას, რაც წინა ეპიზოდში იყო, მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს. უბრალოდ თავიდან გვინდა ცოტა შევაფასოთ, ახო წინა ეპიზოდი ალბათ რა დავინახეთ და რა არის პრობლემები. მე ძალიან ბევრი რამე ვიცი ამასთან დაკავშირებით, მაგრამ კიდევ უფრო ბევრად ცუდი რაღაცები დავინახე, ანუ ის რომ სისტემამ მთლიანად რეფორმირებას საჭიროებს. ესე გამოვიდა საბოლოოდ ლაპარაკის დროს და თუმცა რაღაც დადებითი მომენტებიც იყო. რამდენად ეს განხორციელდება და რამდენად ეს იქნება ცხოვრებაში, ასე ვთქვათ, და არ დარჩება ისევ ქაღალდზე და არ იქნება ეგრეთ წოდებული ეროვნული სტრატეგიები, რომელიც არასოდეს არ სრულდება და მხოლოდ ქაღალდზე რჩება, ალბათ იქნება კარგი. რა ვიცი, მე დავინახე ერთი ყველაზე ცუდი, რომ მოსახლეობამ არ იცის, ანუ მოქალაქემ, რაც არის ჩვენი მთავარი, ასე ვთქვათ, გზავნილი, რომ ინფორმირებული იყოს, არ არის ინფორმირებული, არ იცის სად მიიღოს სერვისი, ვისთან მივიდეს, რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი და სისტემა არ არის მზად იმ გამოწვევების, რაც არის დღეს ქვეყანაში მენტალურ ჯანმრთელობასთან. და დღეს ადამიანები, რომლებიც ცხოვრობენ რეგიონში, რომლებიც ცხოვრობენ რაღაც სოფლად, საერთოდ არ იციან ამასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია მენტალური პრობლემები ქონდეთ და აბრალებდნენ სხვა რამეს და ამ დროს მის უკან სხვა რაღაცები იდგას. დღეს ჩვენ ვილაპარაკებთ უფრო კონკრეტულ პრობლემაზე, ანუ ალბათ და ვილაპარაკებთ იმაზე, რა გამოწვევებია კონკრეტული ადამიანის ისტორიაზე, კონკრეტული ადამიანი როგორ შეეჯახა ამ სისტემას, რა გამოწვევები იყო და სად ვართ, მოკლედ. რა ვიცი, შენი აზრიც თქვი იმ წინა პოდკასტთან დაკავშირებით და მე მგონი წინა პოდკასტიდან ორი მნიშვნელოვანი დასკვნა გამოვიტანე ჩემთვის, რაც საუციად მერე პოლისებში უნდა ისახოს და ნაწილობრივ არ ასახული. პირველი, ფსიქიატრთან ვიზიტი არ არის საფრთხო და არ არის სირცხვილი, ეს არის ჩვეულებრივი პირადი ჯანმრთელობის და პირადი ჰიგიენის ნაწილი და მიუხედავად უამრავი გამოწვევისა, სისტემას აქვს რესურსი, რომ რაღაც ორიენტაცია მოქცეს და დაგვეხმაროს ჯანმრთელობის ჩვეულებრივი ჯანმრთელობის პრობლემების განკურნებაში და მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის კომპონენტში განსაკუთრებით მენტალური ჯანმრთელობის, თქვა, საკითხის აქტუალიზაცია, რადგან ეს არის ის ადგილი, სადაც მოქალაქე პრინციპში პირველად ეხება ჯანდაცვის სისტემას და პირველად ჯანდაცვის ექიმების აქტიური გადამზადება, სკრინინგის აქტიური იმპლემენტაცია იქნება მნიშვნელოვანი გამოსავალი და მოგცემს მნიშვნელოვან გაუმჯობესების, ვთქვათ, იმპულსს და სტიმულს. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ძალიან საინტერესო თემით და ძალიან საინტერესო ადამიანთან გვექნება პოდკასტი. დიდი მადლობა, რომ დაგვეთანხმე ამ თემაზე სასაუბრო და გამოვიდროთ. ჩვენ ვისაუბრებთ, თქვათ, მოქალაქესთან, რომელსაც აქვს პაციენტის გამოცდილება, მისი გამოწვევებით, პრობლემებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას აქვს პოზიტიური გამოცდილება, ის მოერია მის ვთქვათ, ჯანმრთელობის გამოწვევას და როგორც მანამდე, ეხლაც არის ძალიან აქტიური, წარმატებული მოქალაქე, პროფესიულად რეალიზებული და შემდეგ. მისი მაგალითი ძალიან კარგად აჩვენებს, რა პრობლემებს შეეჩეხა, როგორც პერსონალურად, ისე სისტემასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ძალიან საინტერესოდ დარწმუნებული ვარ, გვეტყვის, როგორ მოახერხა მან ამ წინააღმდეგობების გადალახვა. ჩვენი სტუმარია ანიკა გუა, ადამიანი, რომელმაც ეს ყველაფერი გაიარა და დღესაც შვენივრად მართავს ამ ვითარებას.
კონკრეტული საკითხით რო დავიწყოთ. პირველი, რა იყო შენი დიაგნოზი და რა არის შენი დიაგნოზი და მეორე, რატომ ფიქრობ და რატო დაგვეთანხმე ამ თემასავით და საერთოდ რატო ფიქრობ, რატომ არის აქტუალური და მნიშვნელოვანი ამ თემასავით. ხო არ არის ეს უბრალოდ რაღაცა მოდას თუ სხვადასხვა ტრენდებს აყოლილი, ესე ვთქვათ, საკითხი, რომელიც უბრალოდ კაი პონტია, რომ ვისაუბროთ, რამდენად რეალურია ეს პრობლემა. ოკეი. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის, ამ შესაძლებლობისთვის, რომ ამ თემაზე ვილაპარაკოთ. ბოლო კითხვიდან დავიწყებ, რა დაგეთანხმეთ. იმიტომ რომ ჯერა, რომ თუ არ ვილაპარაკებთ პრობლემებზე, სულ ერთი ეს რა ტიპის პრობლემებია, ჯანმრთელობის იქნება თუ რავი ადამიანის უფლებების თუ პოლიტიკური მოცემულობის პრობლემები არ გადაიჭრება თავისით და როგორც წესი უფრო მეტად გაღრმავდება. ეს არის მიზეზი, რომ პირველი მიზეზი იმისთვის, რომ მზად ვარ ვილაპარაკო ისეთ საკითხებზე, რომლებიც მე მეხება, რაღაც ჩემი პერსონალური გამოცდილება. მეორე ალბათ არის ის, რომ ფედერალისტები არის იშვიათი პოლიტიკური ჯგუფი, იშვიათი ერთადერთი თუ არა, რომელსაც შეუძლიათ, რომ საკითხებს შეხედონ მეტი სერიოზულობით და მეტი პასუხისმგებლობით და იფიქრონ სისტემურ გადაწყვეტაზე რაღაცნაირი ცარიელი. იუბნებოდი ფედერალი. გეკითხოთ. ხო, ანუ ჩემთვის ეს მართლა მნიშვნელოვანია, ხო, იმიტომ რომ იგივე წარმატებით ჩემი ხა ნებისმიერ პოდკასტში თუ გადაცემაში დავждდე და ამაზე ვილაპარაკო არ მერიდება საერთოდ საუბარი და არ მე პრობლემება უბრალოდ მას რაღაცა ესეთი ხელშესახების შედეგი მინდა რომ მოყვეს დღეს თუ არა ხვალ და მინდა რომ მენტალურ ჯანმრთელობას შევხედოთ როგორც გამოწვევას რომელიც უნდა გადაიჭრას და რომელიც ჩემი აზრით ამ ბევრ საკითხთან არის გადაჯაჭვული არ იწყება და არ მთავრდება რაღაც კონკრეტული ადამიანის პრობლემით და დღეს მგონია რომ ამ საკითხებს სისტემურად შევხედავთ. პირველი შეკითხვა თუ ჩემი მოკლე მეხსიერები და სრულად მახსოვს არის რა არის ჩემი დიაგნოზი. ჩემი დიაგნოზი არის რომელიც სულ რაღაც 3 წელია ვიცი, არის ADHD, ყურადღების დეფიციტი და ჰიპერაქტივობის სინდრომი, რომელიც პრაქტიკაში ალბათ უკვე ყველასთვის ეს აბრევიატურით ცნობილია და როგორც წესი ასოცირებული არის ხოლმე გაფანტულობასთან, ყურადღების კონცენტრაციის სირთულესთან, ჰიპერაქტივობასთან, იმიტომ რომ დასახელებაში ასეა და არის საკმაოდ ესეთი პოპულარული TikTok ტრენდი მაგალითად, ზოგადად სოციმედია ტრენდი. რეალობაში პირადად მე მიუხედავად იმისა, რომ თეორიული განათლება ფსიქოლოგიაში მაქვს და ჩემთვის არც არასდროს არ ყოფილა რაღაცნაირი სტიგმა ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, ნევროლოგის კომპეტენციასთან მიახლოება, ჩემთვის ძალიან რთული იყო და ბევრი გზა, ბევრი სხვა გზით ვცადე იმის გარკვევა რა მჭირს, სანამ აქამდე მივიდოდი. და რატო? მათ შორის იმიტომ, რომ გავრცელებული სტიგმა, ბოდიში გავრცელებული სტერეოტიპი იმის შესახებ რა არის ADHD, თუ ამის შესახებ სხვა გზით ინფორმაცია არ მიიღე, გეუბნება, რომ ნუ რავი, ყურადღება გაქვს გაფანტული, ორგანიზება გიჭირს, ფიზიკურად ჰიპერაქტიული ხარ და ხო, ეგ რავი, ყველა ვართ. ხო, ანუ არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ის სიმპტომები, რასაც თუნდაც დაგუგლით და რავი, DSM-5-ში მოძებნით, ვერ იპოვი, ვერ გააკეთებ იდენტიფიცირებას საკუთარ თავთან. და აქ მთავრდება ხოლმე როგორც წესი თვითდიაგნოზი რა და პირველ ჯერზე როცა ვცადე ADHD-ის დიაგნოზი დამესვა საკუთარი თავისთვის ვთქვი, რომ ოკეი, ორგანიზების პრობლემები არ მაქვს და დროს და საკუთარ ტასკებს კარგად მართავ და ამიტომ ალბათ ეს არ მჭირს მე და გავაგრძელე სხვა გზით იმის ძებნა რა მჭირს ამ კითხვაზე პასუხი გამეცა. სინამდვილეში
და ნუ კლინინგ სისტემმა ეს იციან, უბრალოდ სამომხმარებლო ენაში თუ სამომხმარებლო ცნობიერებაში ეგ არ არის გააზრებული. ADHD შესაძლოა ვლინდებოდეს ჰიპერაქტივობის გარეშე. ყოველ შემთხვევაში ცელქი მოუსვენარი ბავშვები რო იდენტიფიცირდებიან ხოლმე ADHD ბავშვებად, მაგის მიღმაც არსებობს ADHD, მაგალითად შეიძლება სრულად ინტერნალიზებული კონდეს ეს მოუსვენრობა და გოგოებში განსაკუთრებით ესეა. მაგალითისთვის ყურადღების დეფიციტი შეიძლება კომპენსირდებოდეს ჰიპერფოკუსით, ანუ ვერ ახერხებდა ყურადღების კონცენტრაციას და მოტივაციის კონცენტრაციას რაღაცა საკითხზე, რომელიც არ არის შენთვის საკმარისი დოპამინის წყარო და სანაცვლოდ შეიძლება ჰიპერფოკუსი კონდეს, რავი, კომპიუტერული თამაშებიდან დაწყებული რაღაც კონკრეტული თემით, რომელიც უცებ დაგაინტერესებს. ფიზიკით, ან მედიცინით. ანის სიტყვების დასტურად ვთქვათ, რამდენიმე ციფრ შემოგთავაზებთ, მაგალითად ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ADHD დასრული მოსახლეობის 2.8% აღენიშნება, რაც ნიშნავს, რომ მაღალი პრევალენცია 35-40 ადამიანში ერთი არის ამ დიაგნოზით. ბავშვებში და მოზარდებში გავრცელება არის 9.8%, ანუ ამერიკაში ეს ციფრი აღწევს დაახლოებით 6 მილიონ ბავშვს. გენდერული სხვაობაც არის, ბიჭებში დიაგნოზი სამჯერ მეტად ისმება ვიდრე გოგონებში. ოღონდ ბავშვობაში. და ADHD ასევე არ არის მხოლოდ, ვთქვათ, ბავშვობის დიაგნოზი, ის მერე ცხოვრების განმავლობაში მიყვება. და ადამიანის, რომლებსაც ეს დიაგნოზი აქვს, მათ 80% აქვს თანხლები მინიმუმ სხვა ერთი ფსიქიკური პრობლემა იქნება, დეპრესია თუ ეს შემდეგ. შესაბამისად, აქტუალობა აბსოლუტურად სწორად აღნიშნე, ცალსახაა, გამოწვევა დიდია და სამწუხაროდ აქვე უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში როგორც ძალიან ბევრ ამაში, აქაც ციფრები არ მოგვეპოვება, რეალურად ობიექტურ ციფრებში ჩვენ ვერ შევაფასებთ პრევალენტობას, ვერ შევაფასებთ სიხშირეს, სამწუხაროდ რომ და ვივარაუდოთ და გამოვიდეთ, ვთქვათ, სოფლიო სტატისტიკიდან დავერთნოთ. ვივარაუდოთ, რომ ჩვენთანაც ზუსტად საზოგადოებრივი განდაცვის ერთ-ერთი საკითხი მისი აღრიცხვა და ციფრებში მოქცევა იქნება ზოის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, რაც შეიძლება სრული სურათი გქონდეს, თუმცა პოლიციის ნაწილზე ვამბობ, რაც შეიძლება სრული სურათი გქონდეს სადვარ და რა ხდება. ხადი. მე ესე დაავადება ხო არ აღიქმება რეალურად და ზოგადად მე ვფიქრობ არა მარტო ეს დაავადება, ზოგადად მენტალური ჯამი, აი დეპრესია აქვს, ეხლა არ თვლიან რომ ეს დაავადებაა რა, დეპრესია რაღაცა სხვა რამე გონია ყველას, რომ დეპრესია რო გაქვს, ეს არ არის დაავადება და ეს არ არის პრობლემა და წნევა არის პრობლემა და არა დეპრესია, ხო? ამიტომ სამეცნიერო განმარტებაც და ცოდნა ამ დაავადებასთან დაკავშირებით ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იგივე პირველად ჯანდაცვი, რაც შენ თქვი ახლა, ხო, პოლისთან დაკავშირებით, რომ ეს ADHD არის განვითარების, ნეიროვეგეტატიური განვითარების პრობლემები, რომელიც შეიძლება საბოლოოდ არ არის მთლიანად, შეიძლება ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და შეიძლება ანუ სადღაც ესეთი ნეიროგანვითარების კატეგორიაში გადავიტანოთ და ანუ ჩვეულებრივ შეიძლება პირველ ეტაპზე სკრინინგის ან რაღაც დონეზე შეიძლება სოციალურმა მუშაკმაც კი ჩაატაროს ესეთი ტიპის სკრინინგი და სულ არ ჭირდებოდეს დაუშვათ უფრო მაღალი დონის რაღაცები თუ იქ არ გამოვლინდა რაღაცები. ხა მე არ ვიცი, აი ამიტომ მეც არა მაქვს ისეთი ცოდნა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი წელია მენტალურ ჯანმრთელობაში ვარ. ბოლო წლები არის, რაც ჩვენ მივაქციეთ ამას ყურადღება, იმიტომ რომ აი ჩემი სპეციალობიდან გამომდინარე, ადიქციის მქონე ადამიანებში ძალიან ხშირია ეს დარღვევები. ამიტომ ჩვენ ამას მივაქციეთ ყურადღება და ამიტომ ის მინდა რომ აი ანი მოყვეს ახლა კონკრეტულად თავისი ამბავი და თავისი პრობლემა და აი ჩვეულებრივ მოქალაქეს დავანახოთ, სად ის ვერ მიდის სწორედ რა. იმიტომ რომ შენი გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია რა.
იმიტომ რომ დასრული ადამიანი ხარ, შემდგარი, რაც ვახომ თქვა და ხო, ანუ რატომაც მინდა და ყველასთან ესე რაღაცა გადაცემაში იქნება თუ პირად საუბარი შეიქნება, ვცდილობ ხოლმე რომ რაც მე გავიგე ამ დიაგნოზის შესახებ, ის ინფორმაცია თუ ცოდნა გადავცე სხვებს. იმიტომ რომ ერთი მხრივ შეიძლება ისე დაუსვა საკუთარ თავს ეს დიაგნოზი, რომ არ იცოდე ზუსტად რა არის და მე ამის ირგვლივ ვიტრიალო და რაღაცნაირად confirmation bias, ასაც ეძახიან. უმტკიცო საკუთარ თავს და გარემოს, რომ ADHD გაქვს. და მეორე მხრივ შეიძლება, რომ იმის გამო, რომ რაღაცა ცოდნა არის გავრცელებული, სანუმხმარებლო ცოდნა გავრცელებული რა არის ADHD, გამორიცხო საკუთარი თავი აქედან, რაც იყო ჩემი შემთხვევა, იმიტომ რომ ისევ ჩემი განათლების გამო ფსიქოლოგიაში, რომელიც არასდროს არ ყოფილა კლინიკურ ფსიქოლოგიაში პრაქტიკა და მხოლოდ განათლებით შემოვიფარგლები, ცოტა მესამე კურსელის სინდრომით მივყვები ხოლმე ამას და რაც მე გამომრჩა და რის გამოც დროულად ვერ გავაკეთე ამის იდენტიფიცირება, რომ მე რაღაცა სპეციალისტისთვის მიმემართა, იმის ჩამოყალიბება მინდა რა, რომ ADHD პრაქტიკაში, ანუ ზურამ კარგად განმარტა სამედიცინო პერსპექტივიდან ეს რა არის, მაგრამ სამომხმარებლო პერსპექტივიდან ADHD არის ტვინის ბიოქიმიაში განსხვავებული სურათი, კერძოდ დოპამინის და ნორეპინეფრინის, ნორადრენალინის და სეროტონის, სეროტონის შევსებადი არის სხვა გზით და დოპამინი რთულად, მუდმივი დეფიციტი. და ეს მუდმივი დეფიციტი ვლინდება იმაში, რომ შენი ტვინი არის მუდმივად ჩართული. ანუ შენი ტვინი შენგან დამოუკიდებლად მუდმივად ეძებს დოპამინს. და ზუსტად ეს არის იმის მიზეზი, რომ ვერ ახერხებ კონცენტრაციას იმაზე, რაზეც უნდა კონცენტრირდე. ანუ სამუშაო გაქვს, ან ლექცია უნდა მოისმინო, ან გაკვეთილი ისწავლო და შენი ყურადღება შენ ნებას დაუქვემდებარო. ხო, იმიტომ რომ ნეიროტიპიურ შემთხვევაში ამას ახერხებ. ეს კვლევებითაც დასტურდება. კი, კვლევებითაც დასტურდება. კი, ახლა რასაც ვიძახ. ეს არ არის თეორიული ჯელობა რა. კი, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში თვით დიაგნოსტიკის გზაზე, ამ გზას დავადექი, რომ მე თვითონ ვეძებე, ვიკვლიე ის რაღაცები, რასაც წესით არ უნდა მე არ უნდა ვაკეთებდეს, სპეციალისტი უნდა აკეთებდეს რა, მაგრამ ჩემი გზა ეგეთი აღმოჩნდა. ანუ ერთი საკითხი ეგ არის, რომ ყურადღების კონცენტრირებას ვერ ახერხებ, მიუხედავად შენი გაცნობიერებული ნებისა. მეორე არის, რომ მოტივაციის მართვას ვერ ახერხებ. ანუ მაგალითისთვის შეიძლება, რომ ზუსტად იცოდე, რომ რავი, თუ არ მე მქონდა ეგეთი შემთხვევა რა, რომ ჩემი ენდოკრინოლოგი მეუბნებოდა, რომ წამლებს მაინც თუ არ დალევ, რომელიც დაარეგულირებს შენს ორგანიზმს ინსულინს, ანუ ინსულინ ტოლერანტული ვარ, პრედიაბეტის ზღვარზე ვიყავი. წამლები მაინც დალიერა, თუ ჯანმრთელი ცხოვრების წესი გიჭირს და ეს რუტინის დაცვა და რაც ჭირდება მოკლედ ყველა ჯანმრთელ ადამიანს განსაკუთრებით ამ პრობლემით და წამლების დალევას ვერ ვამენეჯმენტებდი. ანუ ვერ ვახერხებდი ელემენტარული რუტინის შენარჩუნებას, ელემენტარული მოტივაციის, ანუ ეს მოტივაცია არ მყოფნიდა 1 წლის პერსპექტივაში. როდის დაიწყო ეს? ყოველწეგრე იყო სინამდვილეში, უბრალოდ ასაკის მიხედვით განსხვავებული იყო. იგივე ვთქვათ ემოციურ რეგულაციას ეხება, ხო? ანუ აი მუდმივის, ანუ ძალიან ისეთი აი პირველი სიმპტომები როდის გაჩნდა? რამხელა იყავი, რომ კი, მაგას გეტყვით, პროსტა რაც მინდა რომ კარგად დავაზუსტო, ანუ იდენტიფიცირება რომ გააკეთო სხვა ადამიანმა, ვინც ახლა ამას შეიძლება უსმენდეს რა. ვინი არის აი რაღაცა კონდიცია თანამედროვე კონდიციონერებს ხო აქვს რაღაც cooling system ან მანქანის თანამედროვე ძრაობს ხო რომ რაღაცა მომენტში მუშაობს, რაღაცა მომენტში ითიშება. მაგალითად როცა გძინავს, მაგალითად როცა რავი, კარგად ხარ მეგობრებთან ერთად, რაღაცა სასიამოვნოს აკეთებ. შენი ტვინი რაღაც დროს ისვენებს. ADHD ტვინი არასდროს არ ისვენებს. ამის გამო ხდება, ამის გამო გიჭირს ყურადღების კონცენტრაცია, ამის გამო გიჭირს მოტივაციის შენარჩუნება, ამის გამო გიჭირს რუტინის მართვა, მუდმივად ეძებს დოპამინს. ამის გამო არის რაც წეგან ახსენეთ, რომ ადიქციაში განსაკუთრებით მაღალი არის. მექანიზმი ეგ არის, რომ იმის გამო, რომ შენ ყოველდღიური ცხოვრებას ვერ იღებ, ვერც ბედნიერებას, ვერც მოტივაციას, ან ვარ ყოფნის ის, რაც სხვა ადამიანს ყოფნის, ეძებ მაღალ დოზაში.
დოზებს, დოპამინის მაღალ დოზებს და ეს შეიძლება გამოიხატებოდეს გემბლინგში, წარმომდამოკიდებულებაში, კრიმინალურ ქცევაში, მათ შორის ძალიან საინტერესო კვლევა ნახე ამას წინათ, რომ თუ თქვათ ჩვეულებრივ დასავლურ პოპულაციაში 3%-მდე არის ADHD-ის რაოდენობა, ციხის პოპულაცია რო იკვლევს, აღმოჩნდა, რომ დაახლოებით 25%-მდეა. ანუ ციხეში ხვდებიან ADHD-ერები უფრო ხშირად, ვიდრე ნეიროტიპიურები. მაგალითად, ავტოავარიების შემთხვევებში გაცილებით მაღალი არის ავტოსაგზაო შემთხვევებში ADHD-იანი საჭესთან, ვიდრე არა. იმიტომ რომ იგივე თქვათ აფექტურ და ესეთ ტიპებს რო ეძახიან რა, რომ აი ნერვებს ვერ აკონტროლებს, თუ რაღაც უცებ ფეთქდება თუ რაღაცები, სვალებადი ხასიათი და ასე შემდეგ. ანუ მოკლედ რო შევაჯამო, რითიც შეიძლება რომ იცნო, ესე ვთქვათ, ADHD საკუთარ თავში ან შენს გარშემო მყოფებში არის ეს, რომ კლასიკურად ჰიპერაქტივობა და ყურადღების კონცენტრაცია უჭირს და ზარმაცია და ვერ აკეთებს კი არა. შენი ტვინი მუდმივად ეძებს დოპამინს და ამ პროცესში ჩადის აი იმ რაღაცებს, რაც არის გავრცელებული სიმპტომები და შენს ნებას არ ექვემდებარება. ხო, აი ძალიან ისეთი არის, რომ უხსნი ხოლმე, რომ აი ADHD არა ის კიდე მოინდომებ და იზამ თუ რაღაცა, ხო? კი, რაღაცა შემთხვევებში მოინდომებ და იზავ, თუ ინტელექტუალურად და სკილსეტით ამას უმკლავდები, მაგრამ ამაში გეხარჯება ჯერადობით მეტი ენერგია. ფიზიკური და მათ შორის ფიზიკური ენერგია. ხვდები, აი კბილების გახიხვაზე, საუზმეზე და იმაზე რაღაცა სამსახურში წადი არ დააგვიანოზე და რაღაცეები რო გაქვს გასაკეთებელი ისინი გააკეთე არ დაგავიწყდეზე. აი ეგეთ ჩვეულებრივ საყოფა ცხოვრება რუტინაზე გეხარჯება იმდენი ენერგია, რომ იღლები ამისგან. ტვინი გეღლება და ფიზიკურად იღლები ამისგან და ვერ მართავ ან ძალიან გიჭირს მართო საკუთარი мотивация, საკუთარი ყოველდღიურობა, საკუთარი ემოციები, საკუთარი თავი. და ძალიან რთული არის. იმის გამო ზუსტად რომ ცნობიერება ამის შესახებ არც ოჯახებში, არც მასწავლებლებში არსად არ არის, ძალიან რთულია ამის ახსნა. კიდე ერთი რატომაც არის რთული ამის ახსნა, არის ის, რომ ADHD სიმპტომები აქვს ყველას. და ეგ გაიდლაინებშიც და სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებშიც წერია, რომ ყველას აქვს ეს რა, არ არსებობს ადამიანი, ვისაც რამე არ ეზარება, რამე არ უჭირს, ემოციებს იდეალურად მართავს და ასე შემდეგ. განსხვავება არის უბრალოდ იმაში, რომ ერთი რო აი თქვენს კითხვამდე ცოტა შორიგზიდან მივდივარ, ერთი რო ბავშვობიდან უნდა ვლინდებოდეს და მუდმივად უნდა ვლინდებოდეს, ნუ პერიოდული გამწვავებებით ცხადია. მეორე რომ გარემოდან გარემოში უნდა მეორდებოდეს, თქო სახლში სამსახურში, ამ სამსახურში, იმ სამსახურში, მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ, ამის გამო ადამიანი უნდა იყოს დისფუნქციური. ანუ თუ შენ მაინც ახერხებ იყო ფუნქციური, ისწავლო, იმუშაო, შეიძლება თერაპიით და კოუჩინგით და რაღაცა უნარების განვითარებით დაგჭირდეს დახმარება, მაგრამ ამას ახერხებ და ყველა ადამიანს რაღაცნაირად ჭირდება ეს, ხო? და მეოთხე არის ის, რომ სხვა დიაგნოზები უნდა იყოს გამორიცხული, იმიტომ რომ აი ახლა მახსენა, რომ ძალიან მაღალი კომორბიდიტი აქვს სხვა დიაგნოზებთან, როგორც არის დეპრესია, შფოთვითიაშლილობა, PTSD და თქვათ მე როცა გავიარე არაქართველ სპეციალისტთან დიაგნოსტიკა, მან მითხრა, რომ ჩვენ ესე მივყვებითო, რომ ყველა სხვა სიმპტომს, რომელიც მართვადი არის და მოხსნადი არის, რომ მოუხსნითო, რაც დაგვრჩება, ის არის ADHD. იმიტომ რომ თავისუფლად შეიძლება, რომ შენ დეპრესიის და anxiety-ის გამო გქონდეს ეს სიმპტომები და არა ADHD-ის გამო. ამიტომაც აი რაღაცა შეჯამების სახით ეგ არის რა. რაც შეეხება იმას, რომ მე ჩემთვის სად დაიწყო ეგ, ბავშვობაში და ვთქვათ, ეხლა რომ ვუყურებ, ვაფასებ თუ ვიხსენებ ჩემ თავს როგორც ბავშვს. ჯერ ერთი რომ ძალიან დიდი განსხვავება არის ჩემს ეხლანდელ ცხოვრებასა და იმ პოტენციურ ცხოვრებას შორის, რაც შეიძლება და მქონოდა და მეორე ხვდები ჩემი სიმპტომები, რომ ADHD იყო. მაგალითად დღევანდელი პერსპექტივა. კი, და მათ შორის ჩემს შვილზე დაკვირვებით. მაგალითისთვის, ჩემი ჰიპერაქტივობა ყოველთვის ვლინდებოდა არა ვთქვათ კლასში სირბილში, რასაც ბიჭები აკეთებენ ხოლმე, ხო? ფიზიკურად გამოვხატვაში. არამედ მუდმივ შფოთვაში, რომელიც არ ვიცი საიდან მოდიოდა.
იმიტომ რომ აი ნინო ოკრიბელაშვილმა დამისვა დიაგნოზი გენერალიზებულ სფროთვითაშლილობაზე და რეკურენტულ დეპრესიაზე და რომ მასთან ერთად რომ ვიკვლიე შფოთვა როდიდან მახსოვს, სულ მახსოვს ჩემი თავი anxiety-ით. სულ ანუ არ არსებობს ეგეთი დრო ჩემ მეხსიერებაში, როცა მე anxiety არ მქონდა. და ეგ anxiety იყო ძალიან ინტერნალიზებული და ფიზიკური ჰიპერაქტივობა ჩემთვის ვლინდებოდა მაშინ რომ სპორტის ვიყავი სულ დაკავებული. ანუ სულ ეზოში ვთამაშობდი, სულ ბიჭებთან ვთამაშობდი, იმიტომ რომ გოგოები ეგეთ თამაშებს არ თამაშობენ, სულ ომობანა და სულ კარატეზე დავდიოდი დიდი ხანი და ჩემს ფიზიკურ ენერგიას ვხარჯავდი სპორტში. და დოპამინს იქხო. და დოპამინს იქ-ვავლობდი სხვათა შორის როგორც კი შევწყვიტე სპორტული ცხოვრება, ეს იყო სადღაც 20 წლის ასაკში, 19-20 წლის ასაკში, მაშინვე მომერია დეპრესია. იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი რემარკა, შეიძლება არ ლოზუნგად არ გამოგვივიდეს, მაგრამ ფიზიკური აქტივობა და ჯანმრთელი ცხოვრების წესი არის ერთ-ერთი ესე და კრიტიკულია დამხარე და კრიტიკული მართლა კრიტიკულია, იმიტომ რომ ყველა აი თქვათ ადიქციისგან, სარისკო ქცევისგან, გემბლინგისგან, ასეთი ქცევისგან თუ კი რამის სულ რამეს კითხავ. და შენი მშობლები ატყობდნენ რომ შფოთვა გაქვს? კი, ჩემი მშობლები, განსაკუთრებით ჩემი ატყობდა, თუმცა კონტექსტისთვის მინდა რომ წარმოიდგინოთ, მე ვარ კლასიკური 90-იანების შვილი. ჩემი მეხსიერება იწყება 9 აპრილიდან. 3 წლის ვიყავი, როცა 9 აპრილის ამბები მოხდა. და ჩემ მრავალშვილიან ოჯახში, საშუალო სტატისტიკურ ქართულ განათლებულ, დასაქმებულ ოჯახში დავიბადე და ჩამოიქცა ქვეყანა. და აი ბევრ შვილში და ბევრ პრობლემაში რომ რა ვჭამოთ, რა ჩავიცვათ და როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, იქ ჩემი ემოციური მდგომარეობის მიმართ განსაკუთრებული ყურადღების მიქცევის დროც არ არსებობდა. არა თუ ცოდნა ამის შესახებ. რადგან ესე მივედით უკვე პირად გამოცდილებასთან, მოდი იქნებ მოყვე შენი აი პირველადი დაკვირვებები შენ თავზე და როგორ აღმოაჩინე შენ თავში ეს პრობლემა. მესმის რომ შეიძლება ძალიან ღრმა ბავშვობა იყო და ვერ არიქوامდე ამას რეალურად. რომ პრობლემა იყო. ხო, ანუ ეს იყო პრობლემა თუ არ იყო პრობლემა და გეგონა რომ შენ ესეთი ხარ, გაუშვათ, მაგრამ შენ გარშემო მყოფები, აი მშობლები ახლა შეიძლება ისეთი მშობლები, ხო, ანუ აი სად დავიწყეთ ამ პერიოდს? ხო. ძალიან კაი კითხვა ეგ, რომელიც მე მხოლოდ მას შემდეგ დავუსვი საკუთარ თავს, რაც გავიგე რომ ADHD მაქვს, იმიტომ რომ როცა ეგ გავიგე, უკვე ვიცოდი რომ ADHD არ არის შეძენილი დაავადება, შეძენილი მდგომარეობა არის ბავშვობიდან, სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებშიც ასე წერია და კვლევებიც მათ შორის ტყუპებზე ჩატარებული კვლევები და ბევრი სხვა კვლევა ადასტურებს, რომ ეს დიაგნოზი როგორც წესი თანდაყოლილია. და დავიწყე და რაც ძალიან საინტერესო არის, ძალიან მაღალი comorbidity, არ ვიცი ქართულად როგორ არის, მემკვიდრეობითობა ახასიათებს 74%. ხო, მოკლედ რაც ჩემთვის ესეთი იყო აი ამ პროცესის როდის დაიწყოს კვლევის ეტაპზე გავიგე რომ დღევანდელი პერსპექტივიდან. ხო, ცხადია დღევანდელი პერსპექტივიდან ADHD არის ერთ-ერთი იშვიათი დიაგნოზი, რომელსაც ახასიათებს ძალიან მაღალი მემკვიდრეობითობა და თუ სწორად მახსოვს 74%-მდეა. ანუ ეს სამომხმარებლო ენაზე ნიშნავს, რომ თუ მე მაქვს ეს დიაგნოზი, ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს დიდი ალბათობით აქვს და თუ შვილები მყავს, ჩემ შვილებიდან რომელიღაცას აქვს. ოღონდ ეს და სხვა რაღაცეები ADHD-ის ესეთი მუდმივობის შესახებ ცხადია რომ გავიგე მაშინ, როცა ამ დიაგნოზზე დავიწყე ფიქრი. ბავშვობას რო გადავხედე და ბავშვობაში დავიწყე მოკლედ ამის სიმპტომების ძიება და თქვა ჩემი გამოვკითხე და რაღაცა გავიხსენე მე თვითონ რაღაცეები, სინამდვილეში კლასიკურად
ოღონდ ფიზიკური ჰიპერაქტივობის გარეშე ვავლენდი, ფიზიკური ჰიპერაქტივობაზე ვთქვი, რომ სპორტში გამოვხატავდი, სპორტულ ცხოვრებაში და ეზოში თამაშში და მუდმივ ფიზიკურ აქტივობაში გამოვხატავდი ჰიპერაქტივობას, რომ კლასში არ მქონდა ეს მოუსვენრობა და ყირაზე გადასვლა რა. თუმცა სხვა ბავშვებთან შედარებით, განსაკუთრებით გოგოებთან შედარებით, მაინც სუბიჯებთან მეგობრობდი, იმიტომ რომ ისინი ბევრს მოძრაობდნენ. სხვა გამოვლენებებს რაც შეეხება, ერთი რაც თქვი არის მუდმივი ფოთვის შეგრძნება, რომელსაც ცხადია რომ მაშინ ფოთვას ვერ ვარქმევდი და რაღაც მუდმივი ვიბრაცია იყო, ფეხქვეშ მიწარო ვიბრირებს, აი ეგეთი და კიდევ რაც ისეთი არის. ვინმე შეშილე? ისე რა, რამდენადაც მაგის შესაძლებლობა იყო, მაგრამ ეს ეუბნებოდი რომ ესე ხარ თუ უბრალოდ შენში კლაუდიან მასლა. ესე ვარ ანუ მე რატო გეუბნები, იცი რომ ხა შეიძლება ხო ბავშვს რაღაცა ესეთი იჭირდეს დაუშვათ და ის ამას ვერ აღიქვამდეს და დავუკვირდეთ ვერცრობელი რეალურად ვერ ხედავდეს ამას, მაგრამ შენ რას ეუბნებოდი შენ მშობლებს, რომ ან პედაგოგი რას გეუბნება? პედაგოგი რას მეუბნებოდა, იქ იყო ძალიან გამახსენდა, ახლა საუბრობდა მაგაზე, რომ მოკლედ მე ალბათ ყველა ბავშვი თუ რაღაცა დღესაც ხო არ ვლაპარაკობ 90-იანების გარემოზე, რომელშიც სადაც მე ვიყავი ბავშვი და საჯარო სკოლის 55 ბავშვიან კლასზე, ახლაც კი თანამედროვე ცხოვრებაში, კერძო სკოლაში, ორშვილიან ოჯახში მაგის იდენტიფიცირება ჭირს პრობლემად, როგორც წესი ქცევაში ხედავენ პრობლემას. აი მაგალითისთვის ჩემს მიმართ ეს იარლიყები სულ იყო, რომ ზარმაცი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ინტელექტუალურად ამას ვაბალანსებდი და კარგი ნიშნები მყავდა, აი ეს კლასიკური ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ვიყავი და დედაჩემს რო ვკითხე, რომ მეცადინეობდი თუ არა. იმიტომ რომ მე მახსოვს რომ არ მეცადინეობდა, ჩემ მეცადინეობა არ იყო ჯდომა და მეცადინეობა. და მე დედაჩემაც გაიხსენა, რომ მე კლასიკურად არ მჯდარ ვარ და არ მიმეცადინეა. მაგრამ ეხა ეს ნიჭიერი და ზარმაცი და ანუ არსებობა ხო საზოგადოებაში. მაგრამ ჩვენ საზოგადოებაში ხო დღესაც ხომ ასე ვამბობთ ხო რომ ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი. და ეგრეც არის ხო. ნიშნავს ხო რომ რაღაცა ეს გამოვლინება ამ დაუშვათ სიმპტომატიკის ამ ყურადღების დეფიციტის არსებობდა, ხო? ზოგადად, იმიტომ რომ სამომხმარებლო დონეზე რაღაცნაირად ესეთი გამონათქვამი ახლა ბევრი იყო. მე ფაშემ გასცემო და ამ ბევრს ვთქვია, ხო? კი, უბრალოდ ნახე ყოველთვის არ ნიშნავს ADHD-ს არა, მე უბრალოდ ვამბობ, რომ გამოვლინება საზოგადოებაში ალბათ ესეთი იყო მას. არის და ლოგიკურიც არის, ნახე თუ შენ რაღაც ადვილად გამოგდის, რა თქმა უნდა, შრომას თავის დაკლას რაღაცაზე არ ვერ ეჩვევი, ხო? მაგრამ რისი თქმა მინდა იცით, რომ ესეთი ისევ TikTok-ის და სოციალ მედიის ტრენდებს რომ მიუბრუნდეთ, ADHD რაღაც რომანტიზებული არის ხოლმე, აი მხრივ რომ შენ ტვინს რაღაც სუპერძალა აქვს და კი, აქვს ეგ სუპერძალა, ოღონდ ინტელექტი თუ გეხმარება ამაში რა. საშუალოზე მაღალი ინტელექტი თუ გაქვს და სინამდვილეში ეს ორი დიაგნოზი ერთმანეთთან კავშირში არ არის. დიაგნოზი რა მოცემულობა. ანუ შეიძლება გქონდეს ADHD და გქონდეს თან მაღალი ინტელექტი და შეიძლება გქონდეს ADHD და გქონდეს დაბალი ან საშუალო ინტელექტი. მე აი ახლა ხანს ნახე ადამიანები, რომლებსაც აქვთ, ნახე აი ეს გავიცანი რა, რომლებიც არიან საშუალო ან საშუალოზე დაბალი ინტელექტით, ბევრი ცუდი რაღაც დაემთხვათ ცხოვრებაში და აქვთ დიაგნოსტირებული ADHD. და მივხვდი როგორ გამიმართლა იმაში, რომ მე ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო შევძელი, რომ ეს მანევრირება მომეხდინა ამ ჩემ დიაგნოზის ირგვლივ, იმიტომ რომ დისფუნქციურობა, რასაც ამბობდნენ ხოლმე რა, ანუ კითხულობდი და ვუსმენდი რაღაცებს, დისფუნქციურობა კარგად გავიგე ასე. იმიტომ რომ ძალიან ცუდი კომბინაციაა, როცა ადამიანს ბავშვობაში და მერეც აქვს ADHD და ინტელექტუალურად ვერ აკომპენსირებს ამას, იმიტომ რომ ორჯერ მეტი ინტელექტი გჭირდება სიახლოვეში, რომ დააკომპენსირო ის, რასაც თქვა ჩვეულებრივი ნეიროტიპიური ადამიანი ახერხებს. ამიტომ ჩემ მაგალითს რო დავუბრუნდე, ჩემთვის ეს იყო იარლიყები, ესე ვთქვათ, შეფასებები. ერთი სიზარმაცის შესახებ, მეორე არაორგანიზებულობის და მოუწესრიგებლობის შესახებ, რომელიც ძალიან მაკომპლექსებდა.
იმიტომ რომ ბევრი მხრიდან ვიღებდი ამ შეფასებას და ახლა რაღაც over კომპენსაცია მაქვს მაგისი რა, ანუ ძალიან ზედმეტად ბევრ რესურსს ვხარჯავ იმაში, რომ არ დამაგვიანდეს, არ დამავიწყდეს, არ დავკარგო რაღაცეები და ასე შემდეგ რა, ანუ ძალიან დიდი ენერგია მიმდის ამაში, იმიტომ რომ ბავშვობაში მქონდა სულ ზეწოლა იყო ჩემზე ამის გამო რა. გართულა მან შენი მდგომარეობა? ვერ ვიტყვი მაგას, მაგრამ აი რაც შემიძლია რომ თქვა ის სკოლის ვერ ვიტყვი ესე გადაჭრით, მაგრამ რაც შემიძლია რომ გავიხსენო, ესე სიმპტომურად რაც შემიძლია გავიხსენო რა. დედა ჩემი სულ 2-ჯერ ან 3-ჯერ არის ნამყოფი სკოლაში ჩემი უსაქციელობის გამო. და ერთ-ერთი იყო რომ წარმოგიდგენია ახლა შენ ესე უსაქციელო. ძალიან უსაქციელო რაღაცა ეხა ძალიან არა, იცი რა არის? მასკინგი არა, გავიგე, მაგრამ ეს ახლა უსაქციელობა ისეთია პირიქით. ცოტა გამომწვევია ბევრად, ვიდრე დაუშვათ ხო, მაგრამ უნდა შესაძრახი მინდა გიქრა. შეიძლება ეხლა, მაგრამ აი სკოლაში დედა ჩემი დაიბარა მათემატიკის მასწავლებელმა და უთხრა რომ ცოტა ყურადღება მიაქციეთო ამ ბავშვსო რა, იმიტომ რომ საკუთარი აზრის გამოთქმა უყვარსო. და აი დღემდე მაინტერესებს იმდე მაინტერესებს მათემატიკაში რა აზრებს გამოვთქვამდი, აი მათ ზუსტ მეცნიერებაში რა აზრებს გამოვთქვამდი, რომ შეწუხდა ეს მზევი. ვიფიქრე რაღაცა თეორემის ისეთი თეორემები რაღაც შეიძლება რა. და სხვა შორის ანუ ცოტა ის არის ამ თემასთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ აი ესეთმა იარლიყებმა სიზარმაცის, მოუსვენრობის, მეცი რა ქვია, საკუთარი აზრის გამოთქმის და ეგეთი რაღაცეების ნეგატიურმა შეფასებამ ჩემში მიუხედავად იმისა, რომ ხე მასწავლებლის აზრი ჩემს არასდროს არ ყოფილა რაღაცა ავტორიტეტული, ძალიან დიდი ხანი მეგონა მაგალითად, რომ მათემატიკა არ არის ჩემი საქმე რა და მე ჩემ კარიერაში რომ დამჭირდა, აღმოჩნდა რომ ძალიან მეტად გამომდის ეს რა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ის მიკრო გარემო, რომელშიც ADHD სოცხლობს ძალიან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მიუხედავად ამის გენეტიკურობისა იმაზე როგორ განვითარდება ეს, ხო? რაზე გაქებენ, რაზეც საყოდურობენ, სკოლაში პრობლემურ ბავშვად აღიქვამენ თუ რაღაც სხვა გამორჩეული საჭიროებების ბავშვად და ანუ რას გეუბნება გარემო, როგორც შენი ოჯახი, ისე შენი მიკროსოციუმი, ეგ ძალიან მნიშვნელოვნად ან გიმარტივებს ცხოვრებას, ან გირთულებს ცხოვრებას, იმიტომ რომ ჯერ მე დასრულებაში გიწევს რომ იმისგან გათავისუფლდე რაც სხვებს ეგონერო ხარ და მე გაიგო ვინ ხარ საერთოდ, ხო? და მან შეგიძლია ახლა იცი არ გამოგვივიდეს რაღაცა რომ ექიმები და პაციენტი ვსაუბრობთ, მე უბრალოდ მინდა შენ როგორც მოქალაქე მისე ისაუბრო ზოგადად, ანუ აი კონკრეტული აი ამ შემთხვევის მაგალითზე მინდა რომ აი შენ რაღაცნაირად გაანზოგადო ეს ამბავი და დღეს სკოლაში, როგორც ამერიკაშია დაუშვათ ან ევროპის ქვეყნებში, ხდება გარკვეული ასე ვთქვათ სკრინინგი, ხო, ამ ბავშვების და ხდება ამ ბავშვების თავში, იმიტომ რომ აი სკოლის ასაკს რომ მივყვეთ, ბარეღამ იმაზეც ვისაუბროთ, როგორ განვაზოგადოთ, ანუ რა შვებით ამ შემთხვევაში, ხო, ანუ რა გვაკლია ამ თუთას ჩვენ საზოგადოებას, რომ ჩვენ არ დავარქვათ ამ ბავშვებს ზარმაცები და ნიჭიერები, ანუ ხო, რა უნდა პრობლემური ბავშვი არ დავარქვათ ამას და დავუშვათ სახელმწიფოებრივ დონეზე, იმიტომ რომ ჩემი აზრით რაც ახლა თქვი, ზოგადად სოციუმის განვითარების ეტაპზე და რაც უფრო მეტ ტექნოლოგია შემოდის, ხო, და რაც უფრო მეტი შეხება აქვს ბავშვებს დაუშვათ იგივე гаджеტებთან, იგივე ტექნოლოგიებთან და ასე შემდეგ, ხო, ეს სიმპტომები ბევრად უფრო ვლინდება, ხო, ამიტომ რომ ეს უფრო ავლენს ამ სიმპტომებს. ამიტომ მოდი იქნებ აი შენი აზრით ვითხრა, ხო, აი რა უნდა ვქნათ, ხო, აი რადგან ბავშვობაზე ვლაპარაკობთ, მე გადავიდე. კი, დასრულ ასაკზე, ხო, აი აქ რა უნდა ვქნათ? რა არის გამოსავალი ამ შემთხვევაში? პირველი რაც მინდა რომ ვთქვა, აი შენ მაგალითზე, აი ჩემ მაგალითად არა, შენი მაგალითი 95 წლებია, აი და არ იქნება შეიძლება სწორი. რელევანტური, მაგრამ აი რომ დავინტერესდი ამით რაღაც ჯგუფები არის Facebook-ზე, დავემატე, ვიღაცებ გავიცანი, რაღაც. მოკლედ
ძალიან ხმამაღალი ნათქვამი შეიძლება იყოს, მაგრამ არ მოვერიდები ამის თქმას, რომ არსებითად განსაკუთრებით საჯარო სკოლის მოცემულობა არ განსხვავდება იმისგან, სადაც მე ვიყავი რა, იმიტომ რომ საჯარო, მოდი, სკოლა დავაჯოთ. კერძოში მინდა გითხრა. არც კერძოში, თუმცა ნახე კერძოში ცოტა ბავშვია ჯგუფში, მასწავლებელს აქვთ უფრო მაღალი ხელფასები, უფრო უკეთესი შერჩევის შესაძლებლობა აქვს სკოლას, უფრო მეც ზრუნავს ამაზე, იმიტომ რომ მშობელი ითხოვს, იმიტომ რომ კერძო სკოლაა და ფულს იხდის ამაში, მაგრამ ძალიან ქვეყანაში 10%-იც არ არის, ვინც კერძო სკოლაში დადის, ხო? 90% ბავშვები საჯარო სკოლაშია და რეგიონებში ეს სკოლები და იმ დღეს უსმენდი ფედერალისტების ვასკას ლიკას და შალვას პარტას, სადაც ამბობენ, რომ და კატასტროფა არის მაგის წარმოდგენა, რომ ბავშვები არიან ქვეყანაში, რომელსაც კლასი არ აქვთ და ეს არ აქვთ, მერხი არ აქვთ და იმ მოცემულობას თავი დავანებოთ, რომ ყოველი მესამე ბავშვი შეერი მიდის სკოლაში. ანუ სიგიჟე არის ამის გააზრება და ეხა მაგ სკოლებში რომ წარმოვიდგენ, რომ ბავშვი ჰიპერაქტიულია და ვერ ჩერდება გაკვეთილზე და ეს არის პრობლემაა. ანუ თუ კი იდენტიფიცირება ხდება საერთოდ ამ ბავშვების, ხო? იდენტიფიცირდება როგორც პრობლემა, როგორც ხელის შემშლელი. და ის ბავშვები, რომლებსაც ჰიპერაქტივობა გამოვლენილი არ აქვთ, ყნარად ხედან კლასში ან უკანა მერხზეს ხედან, ისინი საერთოდ შეუმჩნევლები არიან. ანუ რა უნდა გავაკეთოთ? სკრინინგი უნდა ჩავატარო. სკრინინგი ეგ თქვენი ენა არის. ჩემ ენაზე, ჩემთვის რო ხელშესახები იყოს ეგ რა, როგორც ვიგითი მოქალაქისთვის ან მშობლისთვის, რომელიცაც შვილი სკოლაში დაყავს. ეგ არის ცნობიერება ალბათ რა, მასწავლებლებს შორის პირველ რიგში, იმიტომ რომ იქ სკოლის ფსიქოლოგი კი არის, მაგრამ სკოლის ფსიქოლოგთანაც თუ მიაღწია ამ ბავშვმა 500 ბავშვს ერთი ფსიქოლოგი რო არის ახალი კურსს დამთავრებული, ბავშვმა თუ მიაღწია პრობლემით აღწევს, ხვდები? ანუ დანარჩენი ბავშვები უხილავები არიან, ამიტომ მასწავლებელი არის ოჯახის შემდეგ ცხადია. ის წერტილი, სადაც შეიძლება ამის იდენტიფიცირება მოხდეს, რომ რაღაცასთან გვაქვს საქმე. შეიძლება ეს არ იყოს ADHD და რაღაც სხვა იყოს, მაღალფუნქციური აუტიზმი იყოს მაგალითად, ან რაღაცა learning disabilities, რასაც ეძახიან, ხო? დეპრესია იყოს. შეიძლება დეპრესია იყოს, შეიძლება anxiety იყოს, შეიძლება პარანოია იყოს, რაღაცა რა. უბრალოდ იდენტიფიკაცია თუ გავწდებით ოჯახს, ხო? და ოჯახში ვერ ხდება რაღაც მიზეზების გამო, იგივე მიზეზების გამო რეალურად. ჩემთვის შემდეგი წერტილი არის სკოლა. და სკოლაში ბაღი? ბაღიც, თავისთავად. უბრალოდ ბაღში, ან მაგასაკში ცოტა რთულია, ან კონკრეტულად ADHD-ის დიაგნოზი ზუსტად ვერ სვავენ ხოლმე. სხვა შორის აი ვახორასაც ამ მაგრამ ძერვის პრობლემა ვლინდება ბაღში და უფრო 3-დან 5 წლამდე აი გადატეხის ასაკი როცა არის აი პირველი გადატეხი. ხო, მაგასაკში ვერ დიაგნოსტირდება. არა, გავიგე, მაგრამ აი მე აქ მივდივარ სახელმწიფოსკენ, ხდები, ანუ ორი საინტერესო დასკვნა შეგვიძლია ამ ხო, აი სახელმწიფოსკენ მივდივარ, აი ამ დროს პედაგოგი, სკოლა, ანუ აქ მივედით იმ დასკვნამდე, უკაცრავად ვახო გაწყვეტინებ, ცოდნა არ გვაქვს. Yes. არ ვაფასებთ სწორედ და რა შენ და ალბათ სახელმწიფოს დონეზე ნება არ გვაქვს, რომ ამ ბავშვებს შევხედოთ როგორც ზრუნვის მთავარ ობიექტს. და ანუ სკოლას, საჯარო სკოლას, რავი, ჩემზე კარგად იცით, ეხლა საჯარო სკოლა სახელმწიფოს ხელში ინსტრუმენტია ჩვეულებრივი, რომელსაც თავისი მიზნებისთვის იყენებს და ეს მიზნები მოქალაქის მიზნებისგან და ინტერესისგან ძალიან შორს არის და ბავშვი ამ სკოლაში ყველაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ტიპია. და ყველაზე ნაკლები ყურადღება, ყველაზე ნაკლები რესურსი მიდის იმაზე, რომ ამ ბავშვმა ამ სკოლაში ან ვინმე მიეხმაროს იმაში, რომ თუ რამე ჭირს რაღაც სიგნალი ჩაირთოს, ან რავი განათლება მაინც მიიღოს ნორმალურად, ხო? ორი ძალიან სერიოზული დასკვნის გაკეთება შეგვიძლია ამ ნაწილში. პირველი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფოს ამოცანა არის ზუსტად ეს, რომ ცოდნა პედაგოგებში საგანმანათლებლო დაწესებულების თანამშრომლებში ეს ცოდნა შევიდეს და ამას უნდა კონდეს ორგანიზებული სისტემური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამოცანა ზუსტად არის ეს და რა პოლიტიკურ შორებში მონაწილეობა. ეს პირველი დასკვნა და მეორე დასკვნა. ბავშვთა ასაკში ყოველთვის შესაძლებელია დროული და ადრეული სკრინინგი, თუ თქვენ შეამჩნევთ, რომ თქვენ ბავშვს აქვს, ვთქვათ, მიდრეკილება, რომ იყოს რთული ბავშვი, მოუსვენარი, ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი, არაორგანიზებული, ან ვერ სწავლობს, ან აბრალებენ, რომ ვერ სწავლობს,
ყოველთვის შესაძლებელია ბავშვთა ფსიქოლოგთან, ბავშვთა მენტალობის ჯანმრთელობის სპეციალისტთან სკრინინგის გავლა და თქვენ რეალურად ნახავთ, ეს ინსტრუმენტი უნდა კონდეს ბახო სკოლას. სკოლაზე სკოლაზე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში ცოდნის სპეციფიკაცია, მაგრამ ჩართოს. დღეს არსებობს ძირითადად სამწუხარო თბილისში არსებობს ბავშვთა ფსიქოლოგები, არსებობს დაწესებულებები, სადაც შესაძლებელია სკრინინგის გატარება. ამიტომ ეს შემდეგ საკითხია და ამის გამოსავალის გზასაც შევდივართ. ამიტომ ყოველთვის, როდესაც ბავშვს შევამჩნევთ, ასე ვთქვათ, უცნაურ, ესე ვთქვათ, არატიპიურ ხალებს ნორმიდან გადახრით ბევას, სკრინინგის გავლა დღეს შესაძლებელია და თუ კი მშობელი ყურადღებით ვიქნებით ამ მიმართულებით, ძალიან ბევრ რთულ პრობლემას ავაცილებთ ჩვენ შულს. სკრინინგი და განათლება საზოგადოების ჯანდაცვასთან. ეს არის ორი ამოცანა. ახლა გადავიდეთ საკმაოდ არც თუ მარტივ საკითხზე, დიაგნოსტირებაზე, როგორ აღმოჩნდი ჯანდაცვის სისტემაში, რა შეხება ქონდა პირველი და მაგ სისტემაში რა გზა გაიარე. საქართველოში თუ გარეთ. ხო, პირველ რიგში რაც მინდა რომ აღნიშნოს თქვენ დასაწყისში თქვით და ძალიან სწორია ეგ რა, რომ მენტალურ ჯანმრთელობას ჯერ კიდევ თბილისში რა თუ მის გარეთ ვუყურებთ როგორც რაღაცა გამონაკლისს და რთულ შემთხვევას და რაღა დეპრესია ლოგინში რო ჩაგაწმენს და სუიციდური აზრები რო გაქვს, მერე შეიძლება მიგიყვანონ ჟენების სამდებო ფსიქიატრთან. სინამდვილეში ჩემთვის ასეა კიდევ ერთხელ ალბათ, იმიტომ რომ განათლება მაქვს ამაში და გამიმართლა ძალიან იმ გარემოში, რომელშიც ცხოვრობ. ჩემთვის ყოველთვის იყო რაღაცნაირი ჰიგიენის ნაწილი ის, რომ მე ვიყო თერაპევტთან, მაგალითად ფსიქოთერაპევტთან და ძალიან დიდი ხანია, 25-27 წლის ვიყავი ალბათ, როცა პირველად ფსიქოთერაპია დავიწყე და იმის შემდეგ სულ ფსიქოთერაპიას გავდი რაღაც პერიოდულობით რა. თუმცა ეხლა ხან 5 წლის წინ იყო პირველად, როცა ფსიქიატრთან მივედი, იმიტომ რომ ჩავთვალე, რომ რაღაცა ეტაპზე ამას მედიკამენტოზური, მაგალითად შფოთვით გენერალიზებული შფოთვით აშუქებაზე მჭირდებოდა მედიკამენტი. ხო, მაგრამ შენ ხარ განათლებით ფსიქოლოგი. ხო, მაგაც მივიდა რა. მიდიხარ, მაგრამ ვახოს ზუსტად მაგ კითხვა არის, რომ ჩვეულებრივი და ფსიქოლოგი, დურგალი, ავიღოთ მეტალურგი, პედაგოგი, რომელსაც ექიმის, ხო, რომელსაც არა აქვს ეს ის ან ცუდ ხასიათზე ვარ, შფოთვა მაქვს, არ მეძინება, ცუდი სიზმრები მაქვს, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ უცნაურად ვიქცევი, არ არის ბავშვზე უკვე, ხო, ან ვიღაცა გვერდზე მამჩნევს, რომ ცუდად ვარ, ხო, არასოდეს არ ხდება ის, რომ მე ექიმი მჭირდება. ანუ ამას აბრალებენ გარემოს, ამას აბრალებენ რაღაცა იმას, ხო, ეს შენ როდის გადაწყვიტე, თქო, მაგას გეკითხება ვახო ზუსტად, რომ მან სად მიხვე, როდის მიხვდი, ახლა შენ განათლებით იცი რა მინდა, ანა რომ შენ როცა შენ ისტორიას ყვები, განაზოგადო, შეხედე სხვა პერსპექტივიდან, ხო, არა ფსიქოლოგის, არამედ ჩვეულებრივი ადამიანის, რომელიც დღეს ახლა ლილოს ბაზრობაზე დგას და ვაჭრობ, დაუსვა და ესეთი ადამიანები უფრო პრობლემურია რა, ახლა შენ მაღალი ინტელექტის მქონე ხარ, შედგარი ადამიანი ხარ, ესენი ვჭერით. რატომ უნდა მოჭრან პირიქში? ქემადახოთმა. ხო, მოკლედ დიაგნოსტირების გზა ჩემთვის დაიწყო მაშინ, იდეაში მაშინ, როცა დავიწყე თერაპიაზე სიარული რა და მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ფსიქოთერაპიას გულისხმობ. იმიტომ რომ ესეთი მთავარი ქოლგა მიზეზი ამისი იყო ის, რომ მეძებდი კითხვაზე თუ რა მჭირს პასუხს. ანუ რა მჭირს ხძამ ისეთი არის, ზოგადი არის თითქოს, ხო, მაგრამ მათ შორის ამ თერაპიულ პროცესში მიუხედავად იმისა, რომ ძალიან კარგი თერაპევტები მყავდნენ და რა ვიცი, ძალიან გამიმართლა ამაში,
რაღაცა კითხვები იყო, რომელსაც პასუხს ვერ ვცემ რა. ანუ რაღაცა კითხვები იყო, რომელიც ვერ ამოიწურა ვერც თერაპიით, ვერც რაღაცა anxiety-ის წამლების ან დეპრესიის წამლების მით. და ესეთი გამორიცხვის მეთოდით მე თვითონ არასდროს ეგ მინდა რომ აღნიშნო განსაკუთრებულად, რომ არასდროს არც ერთ სპეციალისტს ჩემთვის გაკვირითაც არ უთქვამს ADHD-ის შესახებ. ანუ შესაძლოა ეს იმიტომ რომ თქვათ მათ რაღაცა ეთიკა აქვთ ეგეთი რომ არ შეიძლება დიაგნოზები ესე დამაჭერინონ ხელში, მაგრამ არც ერთი მათგანისგან არასდროს არ მწმენია რომ შეიძლება ამაზე ვიფიქროთ, ვილაპარაკოთ რა. ანუ დიაგნოზი, პირველადი დიაგნოზი დავისვი მე თვითონ და დავისვი რაღაც HV. ხო, Google-ით, იმიტომ რომ HV მივიტანე. ცხადია რომ არის სწორი, მაგრამ აი მაგიტო ვყვები ამ გზას, რომ სხვა შეხების წერტილი მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სისტემაში უკვე ვიყავი, არ მქონდა რა. ერთი კითხვა მაქვს. ფსიქოთერაპევტს შეუთავაზებია შენთვის ფსიქიატრთან მისვლა? ფსიქოთერაპევტს კი, მე მგონი, არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ სამიშველოა. ხო, მე მგონი კი. ანუ აი არა, ეს თვითონ გადავწყვიტე. ხო, ანუ არასოდეს არ შეუთავაზებია რომ შენ ეგ გჭირდება? არა, იცი რა არის, შესაძლოა, იმიტომ შესაძლოა ვაპარავებ. მაგრამ შესაძლოა იმიტომ რომ მე არ მქონდა მწვავე გამოვლენა რა. ხო, მაგრამ ნუ აი არასდროს ესეთი არ მახსოვს, მაგრამ მე მახსოვს რომ გადავწყვიტე რომ მოდი ფსიქიატრთან მივა კონსულტაციაზე. ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. შესაძლოა ინსპირირებული. ანუ სწორია ეს. იცი არის სწორი, ან ნახე მე ესე ვუყურებ რა, რომ სადაც ჯერ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი არის, რომელიც საკმაოდ გართულებული არის ჩვენ ქვეყანაში, მიხვიდე ამ სისტემამდე, ხო? სულ ერთია, არ ვიცი გაიდლაინებს სწორი როგორ არის თქვენი როგორც ამ სფეროს სპეციალისტის პერსპექტივიდან როგორ არის, მაგრამ ჩემი პერსპექტივიდან ესეა, რომ თავარი არის თუ სადღაც რაღაცა გიჭირს, ვინმემ რაღაცა სისტემის ნაწილმა, საგანმანათლებლო სისტემის, ანტიანდაცვის სისტემის, სოციალური ამის სისტემის ნაწილმა, სადაც შენ ხვდები, იქ გააკეთოს ამის იდენტიფიცირება, ხო? ნუ პირობითად მე თუ მივედი თერაპიაზე და თერაპევტმა უნდა შენიშნოს, რომ მე მარტო თერაპიით რაღაცას ვერ უმკლავდები და გადავამისავარდოს ფსიქიატრ. თუ მივედი ფსიქიატრთან, რომელმაც დამისვა დეპრესიის დიაგნოზი პირობითად და მანვე უნდა მითხრას, რომ მოდი დეპრესიისთვის წამლებს კი სვავ, მაგრამ მოდი თერაპიაზეც იარე, ამიტომ და ამიტომ. ანუ მოკლედ დაახლოებით იცი რომ რაღაცა არის ჩემთვის ეგრე არის, რომ მე რო დავიწყო ახლა გზის გაკვალვა მაშინ სამედიცინო სისტემაში და აი რაღაცა რომ მткиვა, დავგუგლო რა მткиვა, რატომ მткиვა, ამის სავარაუდო მიზეზი რა არის, ექიმთან მივიდე, მე ექიმს მე თვითონ შევთავაზობ, ეხოსკოპია დამინიშნოს თუ სისხლის ამ. და ის ზუსტად მაგალია, სისტემასთან მივდივართ, რაც ანუ ამიტომ ჩვენ იმიტომ ყველა ამ ნაწილს მივდივართ სისტემასთან, ხო? ანუ და ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ რა სისტემაში რა ხარვეზია, ხო? და იქ ხარვეზია რა. და ზუსტად ეს ხარვეზია, იმიტომ რომ ხა შენ გქონდა წვდომა ფსიქოთერაპევტთან. და მაინც ძალიან გამიჭირდა. და მაინც ძალიან გამიჭირდა შენი სპეციალობიდან გამომდინარე, ხო? მაგრამ აი ვიღაცას მართლა, ხო? როგორ უნდა მივიდეს როგორ უნდა შევიდეს სისტემაში, როცა მას პრობლემა აქვს, ხო? ანუ ისევ ახოს უბრუნდები მე ამბობს, რომ პირველადი შეხება მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან არის ჩვეულებრივი პირველად ჯანდაცვის სპეციალისტთან შეხება და ჩვეულებრივი გიგიენა. და რომელმაც უნდა სწორი რეფერირება მოახდინოს, ხო? მაგრამ აი ის რომ დაუშვათ ფსიქოთერაპევტი ვერ აღიქვამს, რომ შენ რაღაცა არ ყოფნის ფსიქოთერაპია და გჭირდება ფსიქიატრი, ეს ხო ცოდნის პრობლემა და პლუს რაც მეორე რაც თქვი რომ ფსიქიატრი რომელიც თulis რომ მარტო წამალი გიშველის და შენ ფსიქოთერაპია არ გჭირდება და არ აღიქვამს ამ პროცესს მთლიანობაში, ხო, კომპლექსურად, ეს არის პრობლემა, ხო? ანუ ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ სისტემა რეალურად არ არსებობს. ანუ ეს ცალკეა რაღაცა ფსიქოთერაპევტები, რომელსაც ამაცა თავიანთი რაღაცა კასტა უკაცრავად და ნუ მიწყეს და არიან ფსიქიატრები, რომელსაც აქვს თავიანთი შეხედულებები რაღაცეებზე
თუმცა სწავლის დროსაც და ნევროლოგი კიდე ცალკე თემაა ზოგადად და ეს დიდი ბრძოლა ფსიქიატრების და ნევროლოგების შორის დიდი ხანია მიმდინარეობს და ვინ უნდა მკურნალობდეს შფოთვას და დეპრესიას და რატო ნევროლოგები და რატო ხო არა შიდა და ბევრი პაციენტები არ დავაბნიოთ ძალიან მნიშვნელოვანია ეს აი და ამიტომ გამოდის რომ შენი მონაყოლიდან აი მე ესეთი დასკვნა გამოვიტანე და მე ვახვალ თავის არც სიტყვის სისტემა არის დანაწევრიანებული ფაქტიურად და ძალიან გართულებულია ამიტომ შენ ხვდები ნაწილობრივ ერთ ფეხს ვითომ ჩაყოფ ამ სისტემაში და გონია რომ აი მოხდება იდენტიფიცირება და მოხდება რაღაცა და ამ დროს აღმოჩნდება რომ შენ შემდგომი რაღაცა აღმოჩნდება რომ არ არის. ანუ ეს ძალიან მნიშვნელოვანია და იცი რა აი ეხლა რომ ლაპარაკობდით იმაზე სისტემაზე რომ აი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქიატრთან ამასთან რომ გადამისამართებაზე რა ერთი შემთხვევა გამახსენდა ისევ საკუთარი გამოცდილებიდან რომ რაღაცა ერთი პერიოდი მქონდა ძალიან გამწვავებული იპოქონდრია რა ანუ ძალიან გამწვავებული და დავდიოდი ბევრ ექიმთან სულ რაღაცებს ვამოწმებდი ერთი წელი მქონდა დაახლოებით ეგეთი ძალიან რთული რა და იმ დროს ძალიან ბევრ ექიმთან ვიყავი და ძალიან მეტყობა ამ პერსპექტივიდან ძალიან მეტყობოდა ეს რომ არაჯანსაღად ღილავ ამ საკითხზე რა არასოდეს არავის აზრად არ მოცვლია ჩემთვის ეთქვა რომ რამის ექიმს სხვა რამის ექიმს ვეჩვენო რა რეალურად მინიმუმ ფსიქოთერაპევტის პაციენტი ვიყავი იმიტომ რომ ხო ნუ აი ბაინდერით რომ მიდიხარ ეხა ექიმთან ანალიზებით და შენი ანალიზი კიდე დამატებით და მილიონ კითხვას უსვამ და რაღაც იგივეებს ვატარებდი რა ხო უნდა მიხვდეს რომ მარტო მისი პაციენტი არ ვარ მინიმუმ რა ანუ ძალიან სწორი ის არის ეგ რა ერთი რომ ბარიერები გაქვს უამრავი ხო დაწყებული რაღაც სოციალური სტიგმით რომ ფსიქიატრი გიჟების ექიმია და უქვას არის შინაგანი ხო მე ეს შინაგანი სტიგმაც არის ცხადია ანუ უამრავი ბარიერი გაქვს სანამ იქამდე მიხვალ სულ ერთია რა დიაგნოზი არის ხო ახლა ამ შემთხვევაში ADHD-ს ვუყურებთ მაგრამ ნებისმიერი სხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა იდენტიფიცირებადი არ არის იმის გამო რომ გარემო არის ეგეთი ხო მერე დაუშვათ გააკეთე ამის იდენტიფიცირება და ერთ სპეციალისტთან მიხვედი იქ შიდა კოორდინაცია საერთოდ არ ხდება ამისი და აი ისევ ჩემ გამოცდილებას რომ დავუბრუნდე ნუ თერაპევტებმა გამაზეს ჩემთვის ამის თქმა ფსიქიატრებმაც გამაზეს მერე მე თვითონ მივედი რაღაცნაირად აქამდე და მერე მივედი მოვძებნე დავიწყე უბრალოდ ძებნა საქართველოში სად შემილია რომ დავადასტურო ეს ჩემი თვითდიაგნოზი ხო იმიტომ რომ ხა გასაგებია რომ დავგუგლე და კვლევები წავიკითხე და რავი გავთვითცნობიერდი ამ საკითხში სპეციალისტებზე უკეთ მაგრამ ვიღაცამ სპეციალისტმა ხო უნდა გამიდასტუროს ეს ხო აღმოჩნდა რომ ბავშვებში კიდე ცოტა უკეთესად არის სიტუაცია იმიტომ რომ არის რამდენიმე კარგი ცენტრი სადაც შეგიძლია რომ მიხვიდე და დიაგნოზი დასვან პლუს აი ხო ამბობდა დასაწყისში რომ სტატისტიკა დასრულებში 3%-ამდეა და ბავშვებში 10-მდე თუ 9 და ცინამდვილეში ის 6% არსად არ ქრება უბრალოდ მასკირება ხდება ანუ ვიღაცა მაღალი ინტელექტით აკომპენსირებს ვიღაცა არ ჩანს უბრალოდ რა შეიძლება რებოთაც ვერ აკომპენსირებს მაგრამ აი წარუმატებელია ყველაფერში რა ვერ სწავლობს ვერ მუშაობს კრიმინალურ მასში ხდება სადღაც იკარგება ეგ 6% იმიტომ რომ სინამდვილეში არ ქრება არსად უბრალოდ დიაგნოსტიკა 10% არ არის ცოტა ამ ძალიან ბავშვებში ძალიან მაღალია არა ძალიან მაღალი პროცენტია და საკმაოდ ბევრი ტვირთის მომცემი არის ეს 10% რა სისტემაზე და ზოგადად საზოგადოებაზე ჯანდაცვაზე ანუ და არ გამოვლენილი დავადებების რისკი ხო არა დიაგნოსტირებული დავადების ასე ვთქვათ და არა კორექტირებული იმიტომ შეიძლება სულ არ ჭირდება მედიკამენტი და უბრალოდ ცევის კორექცია ჭირდება და ბევრია ესეთი რა ისა და აი რა ვიცი ვახო მე მგონი შენ უფრო იმაშვები ესე აჯამებ და მოდი აი რაღაცა ამ დონეზე მე ერთ სომატური ექიმი რომელსაც ამ სისტემასთან დიდი შეხება არ მქონია და გარკვეული თეორიული ცოდნა მაქვს
ცალსახად ხედავ, რომ სისტემა არ არსებობს. არსებობს რაღაცა დისკოორდინირებული ნაწილები. რაღაც კარგი თერაპევტი, რაღაცა ფსიქიატრი, რაღაცა ვიღაც, რაღაცა ცენტრი. ოღონდ ამას არ აქვს სისტემური სახე. ზუსტად ისევ რომ დღესაც ძალიან პოლისური ჩათვლები დავამატა, ისევ რომ გავაპორა. სახელმწიფოს როლი არის ზუსტად ეს, მისი როგორც რეგულატორის როლი და ხაზგასმით პროფესიულ ასოციაციებთან და პროფესიულ საზოგადოებასთან ერთად არის ზუსტად ამის მოწესრიგება, კოორდინაცია ერთმანეთთან, რაც რეალურად საუკეთესო პრაქტიკის ტრანერგვის საშუალებას მოგწევს. ანუ თქვა სხვადაღებული პროტოკოლები, გაიდლაინები, ანუ რეალურად პროფესიული ასოციაციები ხალხს გასმით და პროფესიული ჯგუფები, რომელთა ჩართულობა აქ სტრატეგიულია, რომლის წახალისებას და სწორი სტიმული უნდა გააკეთოს სახელმწიფომ, უნდა მოახერხოს, რომ ეს შეკრას ერთ სისტემურ ჯაჭვში, თუ ადამიანი არ არის ანი გაგუა, რომელსაც ამდენი ცოდნა აქვს და ამხელა ბრძოლის უნარი აქვს, ის უბრალოდ რაღაცა ხელს ჩამოუშვებს და საუკეთესო შემთხვევაში სისტემაში მოხვედრილიც უბრალოდ დაიკარგება და გადაეყრება და ეხლა მე შემიძლია ვთქვა, უბრალოდ არ მინდა რომ ეხლა ეს ყველა მესე მიიღოს, მაგრამ დღეს თუ ვინმე წარმატებული კლინიკაა და წარმატებული ასე ვთქვათ პრაქტიკა აქვს, ბევრი არ არის, რა თქმა უნდა, ეს ბმა არსებობს. ზუსტად ამაშია საქმე. ანუ ეს ადამიანები რაღაცა მომენტში არის ესეთი კლინიკები და ამბულატორიები და სპეციალისტები, რომლებიც ხვდებიან, რომ ამ ბმის გარეშე ხო და აი ამ მუდმივობის პროცესის და აი ამ თუნდაც დააკვირვების, ხო, არ შეიძლება ფსიქიატრიაში დიაგნოზი ეგრევე დასვა, ხო, ადამიანს უნდა შეიძლება წლები მოგიწევს დააკვირვება და ეს არ ეხება მარტო ADHD-ს, ეს ეხება შიზოფრენიას, ეს ეხება სხვა მძიმე მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს და ნინომაც თქვა, რომ ყოველთვის ვერ იდები დიაგნოზის დასმას, იმიტომ რომ რეალურად ის არის. ანუ თვით ორგანიზება მოახდინა სისტემამ და ეს მოხდა იმის დონეზე, რომ უბრალოდ ადამიანებს პროფესიული ინდივიდუების დონეზე თვით ორგანიზება, რომ მიხვდნენ, რომ სხვანაირად მუშაობა შეუძლებელი არსებობს და სახელმწიფოს როლი არის ზუსტად მაგაში, რომ აი ამის სწორი სტიმული და ის რომ გადავეკიდე ამ დიდ ჯიხაის, მაგრამ იმ დიდ ჯიხაისში უნდა არსებობდეს მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტი, თუ არა არა, მაგას ვამბობ, რომელიც ან პედაგოგს უნდა ქონდეს ცოდნა, ან ფსიქოლოგს იმ სკოლაში, ან სოციალურ მუშაკს, ვიღაცას, ანუ ეს არ არის რთული ხალხო რა. ამას არ ჭირდება წლები, ამას ჭირდება რაც ვახომ თქვა, სისტემური დანახვა პრობლემის და სწორი სტიმულების და სწორი სახელმწიფო არ არის აუცილებელი, რომ ყველა სკოლაში ჩვენ რაღაცა გქონდეს. შეიძლება ერთ 10 სოფელზე იყოს ერთი სპეციალისტი. ხო, და მოახდინოს იდენტიფიცირება, რომ აი ეს არ მოხდეს, რომ შენ არასწორი გზით მიდიხარ ბევრი წელი, სიმპტომები არ იხსნება, მძიმდება და შენ მერე ხვდები უკვე ისეთ სიტუაციაში, რომ მართლა ChatGPT-ით გიწევს დიაგნოზის დასმა Google-ით და შემდგომ უკვე ეძებ რაღაცებს, როცა ChatGPT გეუბნება, რომ შენ ესეთ სიმპტომები გაქვს და ხო არა გჭირს, ეხლა შენ შემთხვევით ოკეია რა, ანუ ეხლა თორე სადღაც არა, შეიძლება ოკეი არის რაღაცა დღევანდელი ტექნოლოგიების, მაგრამ ChatGPT-ს ვერ შეცვლის ცოცხალი ადამიანი და ცოცხალ ადამიანთან და სპეციალისტ. ჯერჯერ მე დიდი იმედი მაქვს, რომ არ შეცვლის მაგ. ხათშორის ერთმა ექიმმა მითხრა და ძალიან გამიხარდა რა, რომ მივედი ესე დაგუგლული სიმპტომებით და მითხრა, რომ ბევრ ჩემი კოლეგაო მაგას უყურებს სკეპტიკურად რა და მე პირიქით მიხარიაო, რომ ჩემთან მოდის ჩემი პაციენტი, რომელსაც რაღაცა ცოდნა აქვს უკვე ამის გროვილი და რაღაცა კითხვები აქვს, რომელსაც მე ვკორექტირებ თუ დასაკორექტირებელია. ინფორმირებული მოქალაქეა.
გააჩნია როგორ კითხვას უსვამთ ხო, ChatGPT-ს რა. თუნდაც ანუ ექიმთან რომ მივედი ამ კითხვებით უკვე კაია, იმიტომ რომ ის ექიმი მეტყვის რომ არა, ეგრე არ არის. მე რაც წეგან მინდოდა რომ აღმენიშნა არის ის, რომ აი პირველი შეხება ამ დიაგნოსტირების გზაზე პირველი შეხება ჩემთვის იყო ძალიან იმედგამაცრუებელი რა, იმიტომ რომ ბავშვებში როგორც თქვი არის ნეიროგანვითარების ცენტრი, რაღაც რამდენიმე წერტილს იპოვი, რომელიც საქართველოს მოქალაქისთვის საშუალო სტატისტიკურისთვის ძვირია, რიგებია ძალიან დიდი, მაგრამ ნუ ოკეი, აუხვალ ამას და ეს რას შვება, იცით, რომ ვისაც ფული არ აქვს და ვისაც საკმარისად სერიოზულად არ აქვს ეს პრობლემა აქ, ან საკმარისად სერიოზულად გამოვლენილი არ არის, ის არ მიდის რა. და დასრულებში შეიძლება ვცდები, შეიძლება ბოლო წლებში რაღაც დამატებით მოხდა, მაგრამ ორი სხვა სპეციალისტი ვცადე და ძალიან, ანუ ზუსტად იგივე ტესტი, რასაც ბავშვებში აკეთებენ ცოტა ადაპტირებული, გამატარეს რაღაც დაახლოებით 3 საათიანი დიაგნოსტიკა, რომელიც ძალიან ცოტაა. და სავარაუდოდ ხო, დამიდასტურეს ის, რაც მეგონა, ოღონდ სავარაუდოდ, რაც ასევე მეგონა. სავარაუდოდ, ანუ არაფერი არ მიმიღია სინამდვილეში, ანუ ვერ მივიღე სპეციალისტის რაღაცნაირი ჩამოყალიბებული პასუხი და მეორე საკითხი არის კიდე, რომ ისევ იმის გამო, რომ მე ავიღე ჩემ თავზე ამის რისერჩი, ვიცი რა არის ტესტები, რომელიც ადაპტირებულია, დადასტურებულია როგორც ეფექტური, ვიცი დიაგნოსტირების გზები როგორი არის, თქვათ ამერიკული გამოცდილებაც, ევროპული გამოცდილებაც და მოდებაში არ არის იმასთან ეს თქვათ vendor utas ტესტი არის, რომელიც ერთ-ერთი ესეთი გამოცდილი სანდო ვალიდური ტესტია, რომელსაც ერთ-ერთი ინსტრუმენტია დიაგნოზის დასმაში. არავის არ გაუგია აქ. მაგრამ მაშინ ყოველ შემთხვევაში და იმათ ვისაც მე მივწვდი რა. ძალიან ბუნდოვან, ძალიან სიბნელეში ხელისცეცება იყო ამ სპეციალისტებისთვის და ნუ კარგი რაც არის ის, რომ კეთილსინდისიერი ხალხი შემხვდა და გულწრფელად მითხრეს, რომ ეს არ ვიცით. და მე საბოლოო ჯამში ხა მე ისევ იმის გამო, რომ მაქვს ინტერნეტთან წვდომა, მაქვს ინტერესი ამისი და მაქვს რაღაცა ბექგრაუნდი, მოვძებნე არა ქართველი, არა საქართველოში მომუშავე, იელის უნივერსიტეტში ამ კონკრეტულად ADHD-ის თემაზე მომუშავე სპეციალისტი, რომელსაც და უფრო მაღალი სიზუსტით დამისვა დიაგნოზი და მანაც მითხრა, რომ ამ ასაკში, ამ მასკინგით, ამ კომორბიდიტით, ამ იმითი არ ვერ შეუძლებ 100%-ით დავსვა ეს დიაგნოზი რა. თქვათ, ჩემი მეგობრის გამოცდილება, რომელმაც საზღვარგარეთ გაიარა ასევე დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ აქ ზუსტად იგივე გზა გაიარა, რაც მე, უბრალოდ ჩემამდე. არის ეგეთი, რომ გერმანიაში იპოვა კლინიკა, რომელთანაც იქაც საკმაოდ დიდი რიგით, მაგრამ ჩაეწერა, რაღაც ნაწილი გაიარა დისტანციურად ქოლით, მერე ჩავიდა იქ და საკმაოდ ხანგრძლივი სხვადასხვანაირი ტესტი გაიარა და იქ მიიღო დიაგნოზი, იქ მიიღო მკურნალობის მეთოდით, ანუ მედიკამენტები დაუნიშნეს, პლუს უთხრეს, რომ ნუ რაც ყველაზე ესეთი ადაპტირებულია CBT თერაპია ADHD-ისთვის და ეს რაღაცა გაუწერეს პროტოკოლი და გამოუშვეს იმითი და ძირია, კი, მარტო დიაგნოსტიკა თუ სწორად მახსოვს 100 евро დაუჯდა, ნუ პლუს იქ ჩამოფრენა, პლუს აი წამალთან მივა, ცალკე დრამა არის ეგ. გადავიდეთ მედიკამენტებს მიზანად, ხელმისაწვდომია ის, რასაც თქვა. რო ვიკენებთ ამ. არ არის. იმიტომ რომ თქვენ ჩემზე ვისაც იცით. აკეთებს საერთოდ. ანუ მოკლედ ADHD-ის მკურნალობა, როგორც განკურნება, როგორც ასეთი არ ხდება. ხდება მისი მართვა. და მართვის რამდენიმე გზა არის. ერთი გზა არის თუ თქვათ mild, moderate, ანუ არ გჭირდება წამლები, მაშინ იმართება თერაპიით და სპეციალური ტიპის coaching-ით, ან ტრენინგით, რომელიც უნარების განვითარებაში და მორგებაში გეხმარება და გიმარტივებს ამით. რომელიც საქართველოში არის. რომელიც არ არის საქართველოში. ანუ ბავშვებში კიდე რაღაცა არის, მაგრამ აი თქვათ მე ჩემი თერაპევტი CBT თერაპიით მუშაობს, რომელმაც უწფელად რასაც ძალიან ვაფასებ, მითხრა, რომ ADHD-ზე მე არ მუშაობ, იმიტომ რომ არ ვიცი, არ მაქვს საკმარის ცოდნა. ანუ ADHD-ისთვის CBT თერაპია customized არის, ესე ვთქვათ რა. ანუ ფოკუსირებულად ADHD-ზე არც დიაგნოზი ისმევას დასრულებს საქართველოში. არც თერაპია და არც სხვა რამე ინსტრუმენტი არსებობს, რომელსაც ვინმე სპეციალისტთან მიხვალ, განათლებულთან, გამოცდილთან და
მიენდობი ამ პროცესში რა. რაც შეეხება მედიკამენტებს, მედიკამენტები არის პირველ რიგის მედიკამენტები, რასაც FDA approval-ი აქვს, არის ამფეტამინის შემცველი მედიკამენტები, იმიტომ რომ დოპამინს აგერ ბატონი ზურა და მეთანხმება, სხვა არაფერი არ შველის. ანუ ვერ გამოიმუშავებ. ნუ იმ დონით ვერ გამოიმუშავებ. თუ ჩავზვით რომ მუდმივი დეფიციტი გაქვს, ყოველ შემთხვევაში თანამედროვე მედიცინა ამაზე შეთანხმდა. მეორე მხრივ, ანუ რო არ ვინმეს რო არ ეგონოს რომ რამე ეს არის სიკეთე ამაში, საკმაოდ მძიმე მედიკამენტია და ნორმალურ განვითარებულ ქვეყნებში ამ წამალს ნიშნავენ მაშინ, როცა სხვა მეთოდი არ მუშაობს და ადამიანი ისეთი დისფუნქციურია, რომ ვერ ცხოვრობს. სხვა შემთხვევაში ყოველთვის მიდიან ხოლმე, რავი, როგორც სხვა ყველა ექიმი მიდის ყველაზე მარტივი გზით და ყველაზე უმტკივნეულო უდანაკარგო გზით. თუ ამ გზამ არ იმუშავა, მე რა ნიშნავენ მედიკამენტს. უბრალოდ მე მინდა რომ ამ პოდკასტის მაყურებელმა კარგად წარმოიდგინოს რაზე ვსაუბრობთ რა. ჩვენ ვსაუბრობთ ბავშვებზე, მაგალითად, რომლებსაც აქვს მძიმედ გამოხატული ADHD, რომლებიც ვერ ახერხებენ რომ ისწავლონ, განათლებას ვერ იღებენ. მართლა არ მინახავს ეს პრაქტიკაში და ანუ რაღაცნაირი შოკის მომგვრელი არის ეს რა, იმიტომ რომ არ შეუძლია რომ გაჩერდეს, არ შეუძლია რომ ის ვერ შვება რა. თუმცა ბავშვთა ასაკში ეს მოგვარებადია. უფრო მეტად მოგვარებადია, იმიტომ რომ ბავშვობიდანვე მართალ, მაგრამ არიან ადამიანები და ბევრი აი სისტემაში ვინც ხვდება ადიქციაში თუ კრიმინალში თუ იმაში თუ ამაში. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ამას ვერ გაუმკლავდნენ თავისით. და ამ ადამიანებისთვის მედიკამენტი არის ერთადერთი გზა, რომ ფუნქციურები იყვნენ. და ჩვენ ქვეყანაში ეს მედიკამენტი არ არის ხელმისაწვდომი. იმიტომ რომ ვითვლება რომ ნარკოტიკულ საშუალებას შეიცავს და თან კილოს ვერ მართავეს. მაგაზე რომ ეზე ცოტა შორს რო წავიდეთ, ADHD-ის ნაკლებად აწუხებს აქ ჩვენ იმას რა ქვია, სახელმწიფოს ვიდრე ელემენტარული იმიტომ რომ აგერ ეხა ეპილეფსიის სწავლები არა გვაქვს და დაუშვათ რაღაცეები და აგერ ინსულინის დეფიციტი იყო. მაგრამ შეხედე აქ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან მივედით, რაც მე ვახო ალბათ შეაჯამებს. იმიტომ რომ ვახო დღეს უფრო ისეთი პოლისმეიკერია, ვიდრე მე ცოტა უფრო ისეთი ექიმური მიჭირავს დღეს. ხო და ანუ შეხედე ჩვენ მივედით იმ ნაწილზე, არ აქვს მნიშვნელობა აქ არის ADHD-ის წამალი თუ რეზისტენტულ შიზოფრენიაზე ვლაპარაკობთ, ან რეზისტენტულ დეპრესიაზე, ან ვლაპარაკობთ რაღაცა რეზისტენტულ ფორმა ტუბერკულოზის, ან ასე შემდეგ. ჩვენი სისტემა არ არის მზად ესეთი ტიპის кейსების მართვისთვის. აი ეს არის ყველაზე მთავარი ჩემი აზრი. იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ გარკვეულ ისე დაავადებებზე, რომელსაც ჭირდება სპეციალური მკურნალობა, ქრონიკულ დაავადებებზე აქ ლაპარაკი, ხო? ანუ აქ ჩვენ არ ვლაპარაკობთ რაღაცა მწვავეზე ან რაღაცა, თუმცა მწვავეში პრობლემა გვაქვს. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ქრონიკულ პრობლემებზე, ჩვენ ვხედავთ, რომ სისტემა არ აღიქვამს ამას როგორც დაავადებად. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ისეთი ცოტა ძიმე ამ პოდკასტიდან გამომდინარე შედეგი, რომელიც მე გამოვიტანე. მეორე ის, რომ სისტემა არის აბსოლუტურად დეზორგანიზირებული ამ შემთხვევაში და მე ბოლო არანაირ ტიპის დახმარებას არ თავაზობს ადამიანებს, ვისაც აქვს მენტალური პრობლემები, ჯანმრთელობის პრობლემები, გარდა კერძო, ასე ვთქვათ, შემთხვევების და მწვავე შემთხვევების, როცა ადამიანი ხვდება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, უკვე როგორც ძიმე ანუ უკვე გამწვავებული და უკვე ძიმე ეპიზოდების მქონე. ანუ ის რაზეც ამბობდით, რომ ეს გიგიენა ჩვენ საზოგადოებაში არ არსებობს და ჩვენ ვიღებთ დისფუნქციურ ადამიანებს, ხო? გარკვეული ასე ვთქვათ, სისტემას აწვევა. უნარების არამქონე ადამიანებს, რომლებიც რეალურად ჩვეულებრივ ასე ვთქვათ, გარემოში ვერ ფუნქციონირებენ, არ აქვს მნიშვნელობა რა დაავადებაზეა ლაპარაკი, ხო, აქ არის ლაპარაკი,
ანუ რადგან ჩვენ ვლაპარაკობთ მენტალურ ჯანმრთელობაზე, ანუ მენტალურ ჯანხაში ფოთვა როცა გაგდა გაძლიერებული anxiety და ფოთვა ესეთი დონის ვერ აკეთებ რა ვერაფერს რა ვერც დახაზავ, ვერც დაწერ და ვერც ბავშვსაც სწავლებ, ასწავლი და ვერც ექიმი ვერ იქნები რა, ანუ ვერ იქნები ფუნქციური რა და ამიტომ მე ვამბობ, რომ აი ექიმური თვალსაზრისით მე დავინახე ძალიან მძიმე ცოდნის არარსებობა, მეორე ადამიანების არაგათვითცნობიერებულება ამ საკითხებთან დაკავშირებით და არ მიიღება სწორედ მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების და ასე შემდეგ და აი ვახო შენ რა ვიცი. აი მძიმე სურათს მე რაც თქვა ჯერ გაიარე, რასაც ზურამ ძალიან საინტერესო სისტემაში მოიყვანა. შენი როგორც თქვა ამ სისტემის გონათე მომხმარებლის რჩევები რა იქნება, შეიძლება ცოტა ხმამაღალს უკვე რჩევა რა იქნება ერთი მხრივ მოქალაქის მიმართ და მეორე მხრივ როგორ ხედავ როგორ ხედავ შენ თქვა იდეალურ სისტემას რომელიც მსგავს ადამიანებს აღმოაჩენს დროულად ხარს დაუჭერს და მიცემს მათ სრულად ბედნიერად განვითარების საშუალებას. ხო, ნუ იმის გათვალისწინებით მოცემულობა როგორი გვაქვს, რომ ყველა სივრცე, ყველა ინსტანცია, რომ სადაც შეიძლება რაღაცა სიგნალი ჩაირთოს, როცა ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მოშლილია, შეიძლება ითქვას, ხო, ინდივიდუალური ერთეული გამონაკლისების გარდა, ვერც ოჯახში და საზოგადოებაში, ვერც სკოლაში, ვერც ზოგად მედიცინაში, რავი, ოჯახის ექიმი იქნება თუ სხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი, ვერც ინსტიტუციურ დონეზე ვერსად ვერ ხდება, ვერც იდენტიფიცირება, ვერც დიაგნოსტირება, ვერც მკურნალობა ან რამე ტიპის მხარდაჭერა, შეიძლება ეხლა ვიღაცას კითხვა გაუჩნდეს, რომ რავი რა ვქნა აბა, ხო? ან რა აზრი აქვს, დიაგნოზს თუ დამისვამენ და მაინც ვერაფერს ვერ ვიზამ, ეხლა რა აზრია, ხო? დიაგნოზს სიერად თუ არ დამისვამენ და ზუსტად არ მეცნობა, ეგრე ეჭვი მეც მაქვს, ხო? ანუ ჩვენ მე ყოველ შემთხვევაში რაღაცა ესე დავხატე სურათი, რომ ყველგან მხოლოდ ბარიერია, რომელიც როგორც წესი უკან გაგდებს აქედან რა. რაც აუცილებლად უნდა გავაკეთოს ყველა, ნუ მშობლებმა ალბათ მე როგორც მშობელი ეს ვუყურებ ამას, არის რომ თავიანთ შვილებს, ოჯახის წევრებს არ შეხედონ იმ ფილტრით, რომელი ფილტრითაც სხვა სისტემები უყურებენ რა და თავიანთი შვილები არ აღიქვან პრობლემად, აღიქვან ინდივიდად, რომელიც უნიკალურია. და ამ უნიკალური ინდივიდის საჭიროებებიდან ამოვიდნენ ყოველთვის. მათ შორის, რავი, სკოლაში, ჩემი შვილი კერძო სკოლაში დადეს და შარშან არ იცოდა სკოლა იმდენ ADHD-ზე, რამდენიც ახლა იცის და რამდენსაც ახლა ზრუნავს, იმიტომ რომ მივედით და ვილაპარაკე ამაზე მეც სხვა ჩემმა მეგობარმა და ჩემი შვილის მეგობრის დედამ და რაღაც კი არ გვიჩხუბია, იმიტომ რომ გაცლებთ უკეთესი მდგომარეობა არის ვიდრე სადმე სხვაგან შეიძლება იყოს, მაგრამ ავანთეთ ესე ვთქვათ ეს საკითხი რა. ამიტომ ყველას თავისი ძალის და შესაძლებლობის ფარგლებში საკუთარ შულთანაც და დანარჩენ საზოგადოებასთანაც რაღაცნაირად მაგის ფუშინგი შეუძლია რა, რომ მინიმუმ დაძრას ეს საკითხი. მეორე არის რომ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება დიაგნოსტირებაში ძალიან ჩამოვრჩევოდეთ განვითარებულ ქვეყნებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს გზა არაფერს არ მოგცემს რა, მოგცემს, იმიტომ რომ კარგი სპეციალისტები არსებობენ, მინიმუმ სხვა ადამიანებს გაიცნობ, ვისაც შეიძლება რაღაცა იგივე ეს კონდეს მოცემულობა, რაღაცა community-ის პერსპექტივიდან, აი ვთქვათ, აქონდროპლაზიის მაგალითი არის ახლა ბოლო მაგალითი, როცა მშობლებმა რაღაცა ისეთი არა მარტო აქამდე. ხო, მაგრამ აი ბოლოს რაც მახსენდება რა, რომ აი აწვება, იქედან თუ არ მოდის ის რაც უნდა მოდიოდა, შენაწვევი აქედან და ითხოვ და ახლა მოქალაქის პერსპექტივიდან ეგ არის. ყველაზე კარგ სისტემებში მოქალაქე მაგას აკეთებს, რომ აწვევი და ითხოვ იმას, რაც უნდა გააკეთოს ამან, ვინც დაიქირავე ამის გასაკეთებლად. და ალბათ ეგ არის. ფედერალისტია. აი, ახალგაზრდული ფედერალისტია. ხო, ან ეგრე ვუყურებ, ხა ჩემ ცხოვრებაში ეგრე დაალაგდა, რომ სხვას ჩემს ნაცვლად არაფერი არ გაუკეთებია, მე მომიწია ყველაფრის კეთება, დიაგნოზით დასმიდან დაწყებული, რავი, კარიერით დამთავრებული. ამიტომ მიჩვეული ვარ მაგას, რომ ყველას ვისგანაც რაღაცა უნდა მივიღო, იქით ვაწვევი რა.
და მგონია რომ ეგ არის ჩვენნაირ ქვეყანაში ეგ არის რაღაც მოქალაქეობრივი პოზიცია რომელიც ჩვენსავე ინტერესებს ახურება რომ მიაწვე და მოითხოვო და როგორც კი ეს მოთხოვნა გაჩნდება მე მიწოდებათ გაჩნდება ერთი ხელისუფლების პირობებში თუ რა მეორეს პირობებში მაინც რა ეგ არის ალბათ რომ აუცილებლად უნდა მიხვიდე ყველაზე ახლო წერტილში სადაც შეგიძლია რომ პროფესიული დიაგნოსტიკა ან პროფესიული მხარდაჭერა მიიღო და რავი წამალი თუ გჭირდება და არ არის იყვირო ამაზე რომ წამალი გჭირდება და არ არის ალბათ ამას ეს მოქალაქე ხო მოქალაქის პერსპექტივა ხო ვისაც აქვს ამის ფინანსური შესაძლებლობა იმათ ჩემი რჩევა არ სჭირდებათ რომ სამწუხაროდ საზღვარგარეთ დიაგნოსტირება არის წამლებთან მიმართებაში სახელების დასახელებას მოვერიდები მინიმუმ იმიტომ რომ მე არ ვარ ამის სპეციალისტი მაგრამ რავი სახელმწიფოს წარმომადგენელი თუ გვისმენს ვინმე აღარ არის ესეთი საშიში იმ წამლების საქართველოში შემოტანა როგორიც იყო იმიტომ რომ შექმნეს უახლესი მეთოდით წამალი რომელიც კუჭში იხსნება ნელ-ნელა და ებიუზის ანუ ქართულად ებიუზი როგორ არის არაკეთილსინდისიერი მოხმარების ავად მოხმარების რისკი ფაქტიურად გამორიცხულია იმიტომ რომ ვერ მიიღებ არ მოგცემს იმ ეფექტს რასაც თქვათ გაძლევდა წინა თაობის წამლები რაც შეეხება სისტემური პერსპექტივიდან მიჭირს მაგაზე მის თქმა რა უნდა გაუმჯობესდეს იმიტომ რომ აი რავი თქვენც ეგრე უყურებთ ამას რომ არ არის რაღაცა რასაც ერთადერთი რაც არის მართლა კეთილსინდისიერი პასუხისმგებლიანი სპეციალისტები რომლებიც და მოქალაქეები რომლებიც ამას უყურებენ როგორც საკუთარ პასუხისმგებლობას ოზე არის ზუსტი ხარია მაგაზე უნდა დაფუძნდეს თუ რამე უნდა დაფუძნდეს რა მე ვისურვებდი და ესე ვხედავ სახელმწიფოს როლს ზოგადად ყველაფერში რომ მინიმალურად უნდა ჩაერიოს ჩემ ცხოვრებაში და უზრუნველყოს რომ ჩემი ფუნდამენტური უფლებები იყოს გარანტირებული და დაცული და ხელმისაწვდომი განარტყება კონსტიტუციაში ეწეროს რაც კიდე გიჭერენ მაიც და რავი ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა მინიმალური ღირსეული ხარისხის ჯანდაცვის მიღების შესაძლებლობა უნდა კონდეს ყველას დიდი ჯიხაიში იქნება თუ ყარაჯალა ჩემი საყვარელი ადგილი ყარაჯალა ყველგან უნდა შეეძლოს ადამიანს მიიღოს სწორი დიაგნოზი, მიიღოს სწორი მკურნალობა, ხელი მიუწვდებოდეს ამაზე ისე რომ ქონების გაყიდვა არ დაჭირდეს და გერმანიაში დიაგნოსტიკისთვის წასვლა. ეს არის მინიმუმ ალბათ, რასაც ველოდები სახელმწიფოსგან რომ გააკეთოს ჩემთვის. როგორ უნდა გააკეთოს ეგ თქვენიც. Ძალიან დიდი მადლობა ამ პოდკასტისთვის. ფედერალისტების თემებთან სუბრად იყო ანიკა გუა, აქტიური, გათვითცნობიერებული მოქალაქე. კარგი ადამიანი. მოკლედ დასკვნა. კარგი ფედერალისტი. პრობლემა არის ცოდნის, პრობლემა არის საზოგადოებრივი ჯანდაცვის, სადაც აქტიურია ზუსტად სახელმწიფოს როლი. პრობლემა არის პროფესიული ასოციაციების მიერ სისტემის რეალურად დისკოორდინაცია და მნიშვნელოვანია რომ პროფესიულმა ასოციაციებმა ამ მიმართულებით მეტი აქტიურობა გამოიჩინონ. პრობლემა არის მედიკამენტებთან, სადაც ასევე სახელმწიფო უნდა იყოს სწორი სტიმულების მიმცემი, რომ ის მედიკამენტები, რაც ჭირდება პაციენტებს, იყოს ხელმისაწვდომი, ცოდნა, სწორი რეგულაციები და არა დირექტორობა, პირველადი ჯანდაცვა, პირველად ჯანდაცვაში სკრინინგის ინკორპორირება და ფსიქიატრთან მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტთან, ფსიქოთერაპევტთან მისვლა არ არის სახიფათო, არ არის საშიში. ყველა შემთხვევაში ისინი მნიშვნელოვან რჩევებს მოგცემენ, თქვენ პრობლემები მინიმუმ მაინც მნიშვნელოვნად შემსუბუქდეს. თქვენ უსმენდით ფედერალისტი ექიმების პოდკასტს, გვისმინეთ ყოველ სამშაბათს 19 საათზე ფედერალისტების არხს. მადლობთ ყურადღებისთვის. მადლობა.